საღამო მშვიდობისა დღეს 27 ივლისია პარასკევი 23 საათზე მხოლოდ იმედის არსად თქვენ ტრადიციულად უყურებთ თოქ-შოუ 100 გრადუსი ცელსიუსი დღეს ამ სატელევიზიო სეზონის ბოლო გადაცემა. დღევანდელი ეთერის დაგეგმა ორი კვირის წინ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გადავწყვეტეთ მაშინ როდესაც ბაგების ხიდთან რობ ჯამპინგის ასპარეზობის დროს ორი ახალგაზრდა დაიღუპა. დღეს ამ სტუდიაში ჩვენ ვეცდებით გავცეთ პასუხები იმ კითხვებს რომელიც ამ ორი კვირის განმავლობაში მაყურებელს უჩნდებოდა თუმცა პასუხები ამ კითხვებზე არ მიუღია. მადლობა ჩვენი სტუდიის სტუმრებს რომლებიც შემოგვიერთდნენ. თემურ გიორგაძე თბილისის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი იმყოფება ჩვენთან ერთად სტუდიაში. ბატონ თემურ, თქვენ უშუალოდ ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში მიხვედით უკვე ბაგების ხიდთან და იქ გქონდათ საშუალება რომ შეგესწავლოთ ეს სიტუაცია. რეალურად რა მოხდა მაშინ როდესაც ორი ადამიანი დაიღუპა? ანუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი? მიზეზი ახლა ცოტა ნაადრევია ლაპარაკი, ვინაიდან დეტალურად მიმდინარეობს გამოძიება და ზუსტად დეტალებში ვერ ვიტყვით რა მოხდა, მაგრამ იქ არის ჩადენილი სავარაუდოდ დაუდევრობა პირველ რიგში, რაც ჩანს ამაში ორი აზრი არ არსებობს. ახლა პროფესიონალიზმზე ლაპარაკი ცოტა გამიჭირდება კიდევ, ვინაიდან კიდევ ვიძახი რომ ეს დეტალურად მიდის შესწავლა და რამდენადაც მე ვიცი ის ხალხი ვინც აწარმოებდა ამას ძალიან ჩართული იყო წლების მანძილზე და ქონია შეხება ჩვენ ამ ადამიანებთან და ხელმძღვანელობასთან, მაგრამ იქ არის გამოკვეთილი კიდე რომ რაღაც დეტალებში დაკლებულია იქ ყურადღება და დაზღვევა, რომელიც უნდა დაზღვეულიყვნენ ის ადამიანები და ალბათ არ უნდა გარისკულიყო ორი ადამიანის. ბატონ თემურ, ანუ ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ თავდაპირველი ვერსია გამორიცხა რომ იქ თოკი არ გაწყვეტილა. თავდაპირველად სავარაუდოდ თოკი არ უნდა იყოს გაწყვეტილი, როგორც ჩვენც დავათვალიერეთ, მაგრამ ამას კიდევ ვიძახი, ამას ესე ცოტა ძნელია ამაზე საუბარი, ეხლა ამ წუთში, ვინაიდან ძალიან ახლო მომავალში ექსპერტიზის დასკვნები დაიდება და ზუსტად დადგინდება რა გაწყდა, რამ შეუშალა ხელი, რამ არ დაიჭირა და რატომ მოხდა ეს უბედური შემთხვევა, ზუსტად გაეცემა ძალიან მოკლე ხანში. რამდენიმე წუთში მე თქვენთან ისევ დავბრუნდები, კითხვით ბუნებრივი ამ ყველაფრის შემდეგ ჩდება კითხვა, როდესაც იმართება მსგავსი ასპარეზობები ექსტრემით გატაცებული ადამიანების მხრიდან, ხომ არ არის საჭირო გარკვეულწილად იგივე კონტროლი, დამატებითი რეგულაციები შემოღება იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავირიდოთ. ომარი შემოგვიერთდა სტუდიაში, ის არის პოპულარული გადაცემის წამყვანი ტელეკომპანია Music Box-ის ეთერში, თავადაც ხშირად გადმომხდარხარ რამდენადაც ვიცი ამ ხიდიდან. მაშინ როდესაც თავად მიდიხარ ამ რისკზე, დაზღვევის ზომები, უსაფრთხოება, რამდენად მაღალი ხარისხის არის, რომელსაც იქ იღებს შენ, როდესაც ხტები ხიდიდან? მე თვითონ ნახი მქონდა, როგორ აკეთებდნენ ამ ყველაფერს ეს ორგანიზატორები და პირველ რიგში რაც ვერც წარმომიდგენია მან რაც შეიძლება მოხდეს გადახდომის დროს, ეს არის ჩავარდნა. იმიტომ რომ მე როცა ხვდებოდი, პირველად ძალიან შემეშინდა, მაგრამ ის იყო უკანასკნელი ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა ჩავარდნილიყავი, იმიტომ რომ ნანახი მაქვს როგორ აკეთებენ და დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს შეიძლება გვიამბო მექანიზმი როგორი არის, მაგალითად ადამიანი რომელიც არის დაბმული თოკებით, ორი თოკით ხდება მისი გადაშვება ამ ხიდიდან. ერთი ადამიანის, აი დამცავი რამდენი გადაზღვევა გააჩნია ამ სისტემას? ორი თოკი არის ჩვეულებრივად და ერთი არის დამატებითი, რომელიც, რავი, ერთი თუ ჩაწყდება, ვაი და რაღაცა მოხდა, ის ორი მაინც დაგიჭერს, იმიტომ რომ ტონა ნახევრიანი თოკები არის. უძლებს ტონა ნახევარს. და როცა კომერციული არის, ხო ერთ კაცს 4 თოკს აბავე ხოლმე. ანუ კომერციული თომის შედეგად უფრო მეტია დაზღვევა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თვითონ შიდაწრეში რო აკეთებენ, იციან უფრო ენდობიან ერთმანეთს და ორი თოკით აკეთებენ იმ ყველაფერს, მაგრამ როცა უკვე უცხო მიდის, ხო იმას უკვე 4 თოკს აბავენ და ისე გამორიცხული. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ბოლო გადახდომა, რომელიც ტრაგედიით დასრულდა, ეს იყო კომერციული ხტობა რიგით 32 იმ დღეს. კი, და ებათ მათ 4 თოკი. ან ორ კაცება 4 თოკი. და მაშინ რა მოხდა? საუბარია თოკის გაწყვეტა მე მაგის ამჯერა, იმიტომ რომ რაც არ უნდა გაწყვეტილი თოკები იყოს ადამიანებს ყოველთვის გაუძლებს, საიდანაც არ უნდა განმოხდნენ და რავი. არა, ამბობს ბატონი თემურ გიორგაძე. ესე არ ხდება რა, ეხლა ამ ხელა სამსახურის უფროსი ვარ და არანაკლებ 10 მაგი და 100 მაგი გასულები აქვს ჩვენ სახელმწიფო სამაშველო მეხანძრებს და მაშველებს რა და ისეთ პირობებში უწევთ რომ გამორიცხულია ეს ტყუილია, თოკი ვერავის ვერ გაუძლებს თუ ის დამუშავებულია და ჩვენ ამის პერიოდულ თვენახევარში ორ თვეში ერთხელ გამოცდებს ვატარებთ სპეციალურ ამისთანა თოკებზე და ამისთანა იმაზე. იქ ელემენტარულად არ შეიძლება ნდობა თუ არ გაიარა ის გამოცდები იმ თოკმა ამ ბაგირმა ან იმ ხელსაწყომ რომელმაც უნდა ეხმაროს იმან. ეს გამორიცხულია, ბევრი შემთხვევებია რომ გამოცდის დროს ჩვენი თოკები გამწყდა და ის რო გაგვერისკა ჩვენ შეიძლება ძალიან ცუდი ამბები დასრულებულიყო ცუდად ჩვენ სამსახურისთვის პირადად. შემდეგ კითხვა ერეკლე, მაშინ როდესაც იღებ გადაწყვეტილებას და მიდიხარ იგივე როლ ჯამპინგის ხტომის დროს ხტები ხიდიდან. რეალურად რისკებს აფასებ, რომ იქ შეიძლება შენი გადახტომა ეს იყოს უკანასკნელი შენთვის. კი, რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში ანუ
რაღაც მომენტში თავში აუცილებლად გაგივლის, რომ ეს რაღაც, შეიძლება ისე არ დამთავრდეს როგორც გინდა. სიმაღლის ეშინოდა. ხო, ძალიან მეშინია სიმაღლის და მაგიტო არის, რომ ზუსტად იმ ადრენალინს იღებდა ყველაფერს, თორე ისე რომ არაფრის არ გეშინოდეს, დადგე და გადახტე, აზრი არა აქვს მაგას, ხო? ანუ რისკებს აფასებს შეიძლება შენთვის იყოს უკანასკნელი ხტო აფასებ როგორ იცი ერთ მომენტში გაგილვის თან მე ანახი მქონდა ყველაფერი ანუ ხიდის ქვეშაც ვიყავი ნამყოფი ანუ გადაღებული მქონდა ეს ეთერში არ გაგვაშვებინეს იმიტომ რომ სხვა არ მოგვაძოსო და რამე ტრაგიკულად არ დამთავრდესო ეს ყველაფერი ნახე ანუ როგორ კეთდებოდა როგორ მზადდებოდა მეორედ ვიყავი გადაღებაზე თან და ყველანაირად ვენდობოდი მას. ანუ შენ კითხვის ნიშანი, როდესაც ამ ყველა ინსტრუქციას გაეცანი, არ დაგჩენია, რომ იქნებ უსაფრთხოება არ იქნება. არა, რაღაც ძალიან მინიმალური, იმიტომ რომ მაინც ადამიანი ხარ და გაიგლებ მაგას თავში, მაგრამ ეს იყო ძალიან მინიმალური, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ვენდობი ირაკლი გუჯაბი და რავი, მართლა. ელეკლე, ანუ შენ როდესაც ნახე ეს დაცვის ზომები, იქ შენ კითხვის ნიშანი არ გაგჩენია. არაფერი არ გამჩენია, იმიტომ რომ იქ იმდენი დაზღვევა იყო და იმდენ რამეზე იყო ეს რაღაცები დახოვილი და იმდენი რაღაც იყო, ანუ ჩემი არ ვარ მაგაში პროფესიონალი და არ ვიცი მაგებს რა ქვია, მაგრამ უბრალოდ რო შევხედე ამდენი დახოვილი თოკი რაღაც პროცესები ყველაფერი ისე იყო, რომ რავი, იქ თან წარმოუდგენელია ჩემთვისაც მეც რო დამირეკეს და მითხრეს ეს ამბავი, აი მართლა ვერ დავიჯერე რომ მეთქი როგორ რაღაც სანამ ინტერნეტში არ შევამოწმე რომ მართლა ეს მოხდა. გასაგებია. როდესაც დღევანდელ გადაცემას ვამზადებდით, ჩვენ არ ვიქნებოდით გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები, მართლები ალბათ მაყურებლის წინაშე, რომ არ გაგვეკეთებინა ყველაფერი, რათა გადაცემაში არ მოგოსმინა თავად ამ ასპარეზობის ხელმძღვანელის ირაკლი გუჯაბიძის ინტერვიუ. მე მინდა მას ძალიან დიდი მადლობა უთხრა პირველად. სწორედ ამ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ 100 გრადუსი ცელსიუსის კითხვებს ირაკლი გუჯაბიძე უპასუხებს. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი, რომ მიიღებ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა თავდაპირველად. მე ვიცი რომ გამოძიების დასრულებამდე ძალიან რთულია ისაუბრო რეალურად რა მოხდა, თუმცა არსებობს ვერსია რომ თოგთან ერთად მწყობრიდან გამოვიდა ის დამცავი მექანიზმის, დახურული მექანიზმი, რომელიც კბილანის საშუალებით იჭერდა სწორედ ადამიანს, რომელიც ხდებოდა ხიდიდან და ჩატყდა ეს კბილანა. რა არის შენი ვერსია? სამწუხაროდ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა თავიდანვე. მაშინ ვერ შევძელით არც იყო იმის რაღაც განცხადება გაგვეკეთებინა, იმიტომ მეც ერთ-ერთი ჭირის უფალად ვითვლები, მეც ჩემი მეგობარი დღეს მიწას მიმობარი, ასე რაღაც არ იყო იმის რაღაც ყველა უაზრო რაღაც იმას კითხვას გამოვკიდებოდით, მართლაც როცა მიდიხარ და ხედავ რომ თოკები კიდია და იძახი რომ თოკი გაწყდა, ალბათ ცოტა დაფიქრება საჭირო. თან რთულია ჩემი მხრიდან საუბარი დღეს, იმიტომ რომ რაც ძალიან უბედური შემთხვევა მოხდა. ზუსტად იმ მომენტში მე უნდა გადამხტარიყავი და მოვიდა მეგობარი, რომელსაც თქვა რომ რაღაც 5 წუთიც მომეთმინა და ბარემ თვითონაც გადახტებოდა და უცებ რაღაცა მოხდა. ბევრად ადვილი იყო ჩემთვის რომ გადამხტარიყავი მე იმ მომენტში ჩემ მეგობართან ერთად მიუხედავად იმისა რომ რაღაც ჩემი ძალიან ახლო ადამიანთან ერთად ხდებოდი და მე დამარცხნოდა ეს ყველაფერი ალბათ უფრო ადვილი იქნებოდა რაღაც იმიტომ რომ ჩემს საქმეს რაღაცა ესე მე ვაკეთებდი და თქვა მე დაემართებოდა და რაღაც ხალხის სოციალურ უფრო ადვილი ყოფილიყო მე ყოველ შემთხვევაში ბევრად მიჭერს როცა ეს ჩემ მეგობარს შემთხვევა და ძალიან რთული არის რა ვიცი თვითონ უბედურ შემთხვევას რაც შეეხება რთულია რამე ვთქვა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სრულიად მოულოდნელი იყო და რაღაც მე რო თვითონ იქ არ ყოფილიყავ იმისდანაც სასწაულებრივად რაღაცეები დაემთხვა რომ მე ვერ დავიჯერებდი და ვერც რამე ვერ დამაჯერებდა რომ ესე მოხდა აქედან გამომდინარე მე კომენტარისგან თავში ვიკავებ დაველოდები ექსპერტიზას სრულიად რაღაც მზად ვარ ყველაფრისთვის და ყველანაირ პასუხისმგებლობას ავიღებ ჩემ თავზე შეიძლება რაღაც რამოდენიმე წლის წინ რო არ დამეწყო ეს საქმე არ ჩამეთრია ხალხი რაღაც ეს ჯგუფი არ გაკეთებულიყო რომელიც ბედნიერებას იღებს ამ საქმისგან მაშინ ესეთი უბედური შემთხვევა არ მოხდებოდა და ექსტრემისტი რაღაცა მუდმივად პატარა ზოლი გაზდევს სადაც შეიძლება რაღაცა მოხდეს ეს არ არის რაღაც სუბუქი საქმე ძალიან დიდ ემოციას იღებდა აქინა ხალხი და ამიტომაც ვერ ეუბნებოდი უარსოც ადამიანი აკანკალებული ხმით გეუბნება რომ ამაზე ოცნებობდა და მიეც იმას საშუალება ეს ოცნება აიხდინოს ვერ უკრძალა ამას და ცდილობ რომ რაღაცა განიცადოს ეს ყველაფერი რავი ერთადერთი პლუსი ალბათ ის რომ მე დღეს მე იმ მომენტში არ გადავხდი და მე არ დამემართა არის ის რომ მე ვიყავი იქ და შემიძლია გავცე პასუხი რა მოხდა
და თქვა შემდეგ ომში ვიღაც ამას გაითვალისწინებს. ერთი ამის თქმა შემიძლია რომ ზუსტად 5 წუთის უკან გავჩდე, ახლა იმაზე მეც ვერაფერს ვერ გავაკეთებ, რაც მაშინ გავაკეთე, იმიტომ რომ ეს იყო მაქსიმუმი. ეს სისტემა დიდი ხნის შექმნილია, იხვეწებოდა დაახლოებით 3 სწორედ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით მინდა კითხო, რამდენადაც გასულ კვირას ვრცელდებოდა ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია. რა მოხდა რეალურად? იყო თავდაპირველი ვერსია, რომ ასპარეზობის მონაწილეები არ იყვნენ ინფორმირებულები თავად ასპარეზობის შესახებ და სპონტანურად მოხდა მათი ხტომა ხიდიდან, ანუ ისინი ვერ აფასებდნენ ვერც რისკებს, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლდა. გვიანბე თავად როგორ მიიღეს ამ ადამიანებმა ასპარეზობაში მონაწილეობა? დაუგეგმავზე არ იყო გადახტომა, უბრალოდ დაგვიანებით მოვიდა გოგა და ანუ იმ მომენტში ის ჩემი რიგი იყო და არავინ არ იცის აქ, რადგან არავითარი ფაქტორი არ უთამაში არც წონას, არც დატვირთვას. აქ რაღაც ყველა ვარდნა თვითონ არის განსხვავებული და სულ ერთნაირი ფორმის ფიგურები გადააგდო, ისინი სხვადასხვანაირად ვარდებიან, ხა ფიზიკის კანონია და ამიტომ აქ ვერაფერს ვერ გათვლით, უბრალოდ ეს ჩემი რაღაც პირადი მოსაზრება რომ ბევრად კარგი იქნებოდა, თქვა თუ იქნებოდა რომ ეს მე დამართავდა სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვით. თვითონ ის რომ თქვა ორი კაცის გადახტომა არ შეიძლებოდა ესეც საქმეს ჩაუხედავი ადამიანის ნათქვამია, არის ვიდეოები, სადაც 50 ადამიანი ერთად ხტება, არის რაღაც ბევრი ჯგუფური ხტომები, ეს წყვილში ხტომა ძალიან მარტივი ვარიანტი არის და აქ იმ ხელაწონებზეა საუბარი, რომ ეს წონა ვერაფერს ვერ უსავს. ირაკლი, შენ თავად ხარ ექსტრემალი და იყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც შემოიტანა იგივე როუპ ჯამპინგი საქართველოში. მინდა კითხო, როგორც ექსტრემალს ამ შემთხვევაში, რეალურად, როდესაც მიდის ექსტრემალი გადაწყვეტილებამდე, რომ მიიღოს როუპ ჯამპინგში მონაწილეობა, მაშინ აფასებს იმ რისკებს, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლავს და ღირს თუნდაც ეს რისკები იმ სიამოვნებად, რომელსაც შემდეგ აი ამ ხიდიდან ხტომის შედეგად იღებ? მე ზეპირად მახსოვს ყველა ის ბედნიერი სახე, რაც ჩემ ხიდზე მინახია, უცბად მიჩუქებია ეს ხტომა და თან ფაქტურად 99% ეს იყო არაკომერციული, იმიტომ რომ დახურულ ჯგუფზე იყო მუდმივად საუბარი. მაგრამ მიუხედავად მაგისა, მე ვერ ვიტყვი, რომ ღირდა ეს ყველაფერი იმად, რომ ორი ჩვენი მეგობარი, ორი ასეთი ახლო ადამიანი დაღუპული იყო ამას, რა თქმა უნდა, მე ვერ ვიტყვი, მაგრამ თვითონ ის რისკი, რასაც ადამიანი იმ მომენტში თავის თავზე იღებს, უღირს, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ დიდ რისკებზეა საუბარი, იმიტომ რომ ის რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო და ამას არანაირი პროგნოზი არ გავუკეთდებოდა. თვითონ ეს ძაფრის შეგრძნებას, რასაც დაყვება ყველა ექსტრემალურ სპორტს გარკვეული საკრავაც. რისკი აქვს, თუმცა ქუჩაშიც ყველგან არის რისკი და ამაზე მუდმივად არ ფიქრობ და ცდილობ ეს სიამოვნება მიიღო. გამართლებულს არ ვიცი როგორ უნდა თქვა, ვისაც უღირს რისკავს ხოლმე და თავის თავზე იღებს ამ რისკს. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ირაკლი გუჯაბიძე, რომელმაც ამ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სწორედ პირველი ინტერვიუ გადაცემა 100 გრადუს ცელსიუს მისცა და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მინდა გადავხადო ბატონი ბენო ქაჩაკაშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად სტუდიაში. გამოცდილი ალპინისტი, ის არის ამ საქმეში უკვე წლებია. ბატონ ბენო, თქვენ მინდა გკითხოთ. რეალურად თქვენი ინფორმაციით, მე ვიცი რომ თქვენ გარკვეულწილად მოეძიეთ კიდევაც ინფორმაცია ამ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ. რა შეიძლება გამხდარიყო ამ ტრაგედიის მიზეზი? რამ უმტყუნა თუ ეს იყო უბრალოდ დაუდევრობა? გატყდა ის მექანიზმი, რომელზედაც ჰქონდა მთელი გათვლა გაკეთებული. გატყდა ის მექანიზმიც, რომელიც იცავდა მას. მაგრამ ამის შემდეგ მას კიდევ ევალებოდა ყოფილიყო ჩვენ რაღაც რუსული ის არ არის ტერმინოლოგია ამ შემთხვევაში, მაგრამ ასმეორკა მოყვება რუიანს ვეძახით ქართულად გამიგეთ და რუიანმა დაკარგა ის ფორმა, რომელზედაც ის ჩვეულებრივ იტვირთება ვერტიკალურ მდგომარეობაში. ყველა თითქმის დაცვითი მექანიზმები ვერტიკალურ დატვირთვაზეა გათვლილი. თქვენ როგორც სპეციალისტი ფიქრობთ, რომ ანუ ყველა დაცვის ყველა მექანიზმი იყო მიღებული, თუმცა უბრალოდ სისტემა აეწყო ისე, რომ უბრალოდ ყველაფერი გამოვიდა მწყობრიდან? ორი მექანიზმი რო გატყდა, ეს მან მითხრა, მე არ მინახია არც ერთი. შემდეგ სიმართლე რო გითხრათ, ის ექსპერტებიც ალბათ ჩვენაირი ადამიანები არიან, გამიგეთ. შეიძლება ესეთი კვალიფიკაცია არ ქონდეს, მაგრამ ეს აუცილებლად გადაამოწმებს 100-ჯერ და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ მან არ იცის, აუცილებლად ჩართავს რომელიმე სპეციალისტს, მაგრამ პარადოქსი ის არის, რომ დამინჯერეთ, რომ ირაკლის კვალიფიკაცია ამ შემთხვევაში და აი მისი მეგობრების, გამიგე, გაცილებით მაღალია ვიდრე მამამისის ამ სიტუაციაში. მე დარწმუნებული ვარ, მისი კვალიფიკაცია და მისი ცოდნა ამ საკითხში საკმარისი იყო კიდევ 10 წლებით, რომ უსაფრთხოდ ყველაფერი გაგრძელებულიყო.
ავიც უბედური დამთხევა მოხდა ხალხნო რა. ეს არც ირაკლის მოფიქრებულია, არც ბიზნესი და არც ჩვენი რა. ეს ყველაფერი მოდის როგორც ყველაფერი სხვათა შორის ახალი ტექნოლოგიები დასავლეთიდან. დასავლეთიდან სხვათა შორის ადამიანი რომელმაც rope jumping-ი შექმნა თავადაც ხტომას ემსხვერპლა. ამ თემაზე გავაგრძელებთ საუბარს უბრალოდ მინდა სტუდიაში ბატონი გია თორთლაძე დავპატიჟო და მასთან ერთად გავაგრძელოთ ამ დისკუსიაში საუბარი გია თორთლაძე სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გია რომ შემოგვერთით. რეალურად საკმაოდ დიდი ტრაგედია დატრიალდა და ძალიან ძიმი ამ თემაზე საუბარი, თუმცა ბუნებრივია ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა და ჩვენს გადავწყვეტეთ რომ ამ თემაზე მოგვეწყოთ ჩვენ სტუდიაში დისკუსია. თქვენ ბრძანდებით ძალიან გამოცდილი ადამიანი, რომელიც წლებია დალაშქრა ყველაფერი, ის დალაშქროთ შეიძლებოდა. ძალიან ბევრი დამცავი მექანიზმის გამოყენება ხდება, ისევ როგორც rope jumping-ის დროს, ბუნებრივი ალპინიზმის დროსაც, როდესაც ისმენთ ამ ვერსიებს. თქვენი ვარაუდით, რა შეიძლება მომხდარიყო? შეიძლება თუ არა იგივე იყოს დახურული მექანიზმის პრობლემა, რომელმაც უმტყუნა. შეიძლება იყოს ეს იგივე თოკის პრობლემა თუ უბრალოდ ადგილი გვაქვს კიდევ ერთ ვერსიასთან, რომელიც არის იგივე დაუდევრობა. აი რაც ჩამოთვალეთ, ყველაფერი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მე არ მინახავს ადგილი, არ მინახავს ასე ვთქვათ ის მოწყობილობა ყველანაირი რაც კი ჭირდება იმ დროს ადამიანს. ამას ასე რომ წარმოდგენა არ მაქვს ამ შემთხვევაში რა დეტალი შეიძლება გამოსულიყო წყობიდან, შეიძლება რამოდენიმე ერთად გაფუჭდა, რამოდენიმე გაწყდა, რაღაც. ასე რომ სანამ არ იქნება ზუსტად ექსპერტიზის დასკვნა, რეალურად არ იტყვის ექსპერტიზა იმას, რომ აი ამ იზრალია, ამ იზრალია. მე შეიძლება გამოვიგარიყავი დავუშვათ ექსპერტად, როდესაც დავხედავდი სიტყვაზე ამბობ გაფუჭებულ ან დაზიანებულ რაიმეს, მაგრამ სამწუხაროდ არ მინახავს მე და სამწუხაროდ თუ შეიძლება ჩემ დასაბედნიეროდ იქ არ ყოფილა და არ მინახავს ეს ამბავი. ამიტომ ძნელია თქმა იმისა, რეალურად რა მოხდა. იმიტომ რომ ხო გეუბნებით ეს მოხდა რაღაც დღის ერთ კონკრეტულ მონაკოჩი დროის და კონკრეტულად მონაკოჩივე ეს ყველაფერი მე იქნა წაღებული ხო ექსპერტიზისთვის. ამიტომ შეიძლება მიყოლებით ყველა დაზღვევის სისტემა გამოვიდეს მწყობრიდან. ეს არის კითხვა, რომელიც ბუნებრივია იბადება. იცით რა, თუ თოკი არ არის ასე ვთქვათ შესაბამისი, თუ კარაბინის არ არის შესაბამისი, თუ კამარიც არ არის შესაბამისი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვიცოდეთ ერთი რამ რომ ნებისმიერ საქმეს ქვეყანაში რომ ამ ქვეყანაში რასაც მოუკიდებთ ხელს, ჭირდება ცოდნა და გამოცდილება და კეთება. ეს საქმე დიდი ხანია აკეთდება ამ ქვეყანაში. ეს არ არის გუშინდელი დაწყებული. ხო, ამიტომ იმას ვერავინ ვერ იტყვის რომ ეხლა იქ პირველივე შემთხვევაში დაიღუპებოდა ადამიანი, აქ რომ საქმე კონდეს იმასთან რომ აი ადამიანმა ასართ არის შესაკეთებს, ხო? ასე რომ ეს რაღაცა შემთხვევა, უბედური შემთხვევა, მე ესე ვფიქრობ, მაგრამ ჩვენი სპეციფიკიდან, თასვლელური სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩემთვის არის სხვა რამ, აი სხვა რამ ხდება. წარმოვიდგინეთ, ახლა ჩვენ მთაში მივიდივართ და სადაც რისკ ფაქტორები ისედაც მაღალია, ძალიან მაღალია. იქ ჩვენ ვცდილობთ რისკ ფაქტორები მივიყვანოთ მინიმუმამდე. მაგრამ ჩვენი მიდგომა, როდესაც ახლა ვლაპარაკობთ ექსტრემალურ სახეობებზე სპორტის, ალპინიზმში მიდგომა არის პირიქით. ჩვენ პირიქით მიდგომა გვაქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ შევამციროთ ყველანაირი რისკ ფაქტორი. 9-ჯერ მეტი დაცვა გქონდეს, 9-ჯერ მეტი შემოწმებული ყველაფერი და საერთოდ რისკ ფაქტორებს ვამცირებთ ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გია, როდესაც ამ თემაზე სტუდიაში საუბრობ, არ შეიძლება გვერდი ავარო თემას, რაც ეხება უშუალოდ პასუხისმგებლობას ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ ასპარეზობაში იღებენ მონაწილეობას. ბატონო ბენო, რამდენადაც ვიცი თქვენ საუბრობდით, რომ ყოველი ადამიანი აწერს შეთანხმებას ხელს. ეს ყველა შემთხვევაში ხდება შეთანხმების გაფორმება, რომ პასუხისმგებლობა გადადის ადამიანზე, რომელიც თავად ხდება ამ ხიდიდან. დიახ, მე ვერ გეტყვით როდიდან დაიწყო, მაგრამ მე თვითონ უცხოეთში პირველად როდესაც გადმოხდი, აი მაშინ მომაწერინეს ხელი და შემდეგ უკვე როდესაც დავინტერესდი, თითქმის ყველა ის ექსტრემალი, რომელიც აი ესეც ნახტომებს აკეთებს, გამიგეთ, აუცილებლად აწერინებს კონტრაქტები აქვს. ომარს მინდა ვკითხო, როდესაც თქვენ გადმოხდით ამ ხიდიდან, თქვენ მოგაწერინეს შეთანხმებას ხელი? არა, ანუ მე როგორც ვიცი, ადრე ქონდათ ეს კონტრაქტი ამათ, როცა იყო კომერციული. მე როცა გადმოხდი, მაშინ შეწყვეტილი იყო და სიუჟეტშიც ნათქვამი არის, რომ ეხლა არ ვაკეთებთ ისეთ საერთოდ, რომ კომერციული არის. ეხლა ხვდებით მეგობრები, უბრალოდ გვინდა გართობა, გვინდა ადრენალინი და ესე გადავხდი მეც, იმიტომ რომ მეც მინდოდა ადრენალინი. და მაგ პერიოდში არც იყო საჭირო კონტრაქტი, იმიტომ რომ მე არ მქონდა არც პრეტენზია რამეზე, მე მინდოდა ხიდიდან გადახტომა.
იმიტომ რომ მე მიყვარს ადრენალინი. თუმცა არსებობს იურიდიული ჩარჩოები, რომელიც კომერციული თუ მოდი იურისტი გითხოთ, იურისტი ლიკა შუბლაძე იმყოფება ჩვენთან ერთად სტუდიაში. ლიკა, როდესაც მსგავსი ასპარეზობები იმართება, რეალურად შეიძლება დაყო ორ ნაწილად, მაგალითად კომერციული ხტომა და არაკომერციული ხტომა და შეთანხმება გააფორმოს მარტო კომერციული ხტომის შემთხვევაში და როდესაც ადამიანის ეხება არ გააფორმოს შეთანხმება და პასუხისმგებლობის გადანაწილება არ მოხდეს. რა არის ეს საქართველოს კანონმდებლობით ისე არ რეგულირდება. ამას არეგულირებს საერთაშორისო კანონმდებლობა, ანუ საერთაშორისო ნორმებით არის დადგენილი ეს სტანდარტები, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აუცილებლად იდება ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ორგანიზატორი კომპანიის ვალდებულებებს, რომ თქვა ყველა უსაფრთხოება იყოს დაცული, ასევე თვითონ მონაწილის ვალდებულებებს, რომ თქვა გულის დაავადება არ ჭირდეს ან რაიმე მსგავსი. რომელსაც ორივე მხარე აწერს ხელს, მაგრამ ჩემი აზრით მაინც უნდა არსებობდეს რაიმე მექანიზმი სახელმწიფოს მხრიდან დამცავი, რომელიც დაიცავს მონაწილეს და თქვათ კომპანიას ექნება იმისი შესაძლებლობა და უფლება, რომ აი ამ საქმიანობას ეწეოდეს. თქვათ თუ გავავლით პარალელს მშენებლობაზე, აი თქვათ როდესაც მშენებლობა ხდება და კომპანიებს, კერძო კომპანიებს აქვთ ლიცენზია და ნებართვა, რომ ეს აწარმოონ და ეს საქმიანობა და საზოგადოება დაცულია, რომ თქვათ არ დაენგრევა თავზე ეს შენობა, ამ შემთხვევაშიც რაღაცა დაცვის მექანიზმი უნდა არსებობდეს. ვინაიდან რა თქმა უნდა თვითონ მონაწილეს პასუხისმგებელია და თვითონ უნდა დაიცვას პირველ რიგში თავი და უნდა გაერკვეს წესიერად რამდენად პროფესიონალია, რამდენად ეს ორგანიზაცია, რამდენად დაცულია მისი უფლებები, უსაფრთხოება, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ადამიანები რატომღაც ყველაზე ნაკლებად იცავენ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და მაინც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს აუცილებლად რაღაცა დაცვითი მექანიზმი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შეხარ იურისტი ლიკა და ამ ყველაფერს სიუდგები იურიდიულად, თავად არ გაითვალისწინეს ყველაფერი, მაშინ როდესაც ჩაერთვი ექსტრემში როგორც ვიცი, ერთ-ერთი ხიდიდან არა ხტომა, არამედ ხდება ჩამოსრიალება თოკების საშუალებით და შენს გადაწყვეტა, რომ ამ ასპარეზობაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა შენ და შენი მეგობრები ბედზე გადარჩით, რასაც ქვია. ნამდვილად ესე იყო. მინდა აღვნიშნო, რომ დიდად სპორტული და სპორტის მოყვარული ადამიანი არ ვარ, უბრალოდ ეს რაღაც ის სახეობა მაინტერესებდა და როდესაც ჩემმა მეგობრებმა გავიგე, რომ იგეგმებოდა ეს თოკით დაშვება ხიდიდან და უბრალოდ მაყურებელს მინდა გამომარტო, ამას საერთოდ არაფერი არ აქვს rope jumping-თან და ამ ასპარეზობის ორგანიზატორებთან, ეს არის დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც უბრალოდ თოკებით ეშვება. კი, როდესაც გავიგე, რომ იგეგმებოდა ესეთი რამ, გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა და როდესაც ადგილზე მივედი, უკვე ეს იყო ქვეყნის ტერიტორიაზე, ხიდიდან ხდებოდა დაშვება და დალაჭვრა ხეობის, უკვე ცოტა ეჭვშემეყარა ჩემი გადაწყვეტილების ისტორიაში, ვინაიდან ხიდი იყო იმდენად დანგრეული და ძველი, რომ შევხედა, ვიფიქრე, რომ შეიძლება ჩამოშლილიყო სიმძიმის ზემოქმედების შედეგად, თუმცა რატომღაც და ალბათ ჩემი უპასუხისმგებლობაა პირველ რიგში გავრისკე და მეტიც რაღაც იმამაზე გამოვიჩინე და ქალებში პირველი ჩამოვედი. მინდა აღვნიშნო, რომ აი ამ თოკებს, რომელიც ჩვენ გვიცავდა და რომელთაც ცრიალებდით, რატომღაც თვითონ მონაწილეები ამაგრებდნენ ერთმანეთს, არიღებდა ამაში მონაწილეობას ორგანიზატორები და როდესაც დავეშვი პირველი შეგრძნება რაც იყო, ეს იყო დისკომფორტის და რაღაც შიში შეგრძნება, რომ არანაირი სიამოვნება არ მემეძა, უბრალოდ რაც შეიძლება ჩქარა ჩავსულიყავი ქვემოთ. მე მეტწყალობით შვიდობიანად ჩავედი, მაგრამ ჩემს მეგობარს და ერთ-ერთ მონაწილე გოგოს კინაღამ ძალიან დიდი უბედურება შეემთხვა, როდესაც ის ეშვებოდა თოკებით, ცოტა მომცროტანის არის, ეს თოკები არასწორად ჰქონდა ალბათ შეგმული, ამოუვიდა ზემოთ, ეს ყველაზე გადაეჭირა და გაითიშა. ფაქტობრივად გონება დაკარგა, დაეკიდა, უკვე შუაზე რო იყო მისული. ესე იგი ვერც ზემოთ ამოყავდათ, ვერც ქვემოთ ჩაყავდათ, ვინაიდან თვითონ მონაწილეები თუნდა მიხმარებოდნენ ამ ჩასვლაში. და აი ფაქტობრივად საშინელი სიტუაცია შეიქმნა, რომ რაღაც წამები იყო გადამწყვეტი იმისთვის, რომ რაღაც საშინელი შედეგი არ დამდგარიყო. თვითონ მონაწილეებმა იმარჯვეს ბიჭებმა, გადაჭრეს ერთი თოკი და მეორით ჩაუშვეს, რაც ასევე სახიფათო იყო, რომ შეიძლება და ჩავარდნილიყო, ქვემოთ დახვდნენ და დაიჭირეს და როგორღაც მოასულიერეს მერე. აი, ანუ რამოდენიმე წამი და ალბათ ყველაზე საშინელი შედეგი. ძალიან დიდი მადლობა, რამდენიმე წუთში ჩვენი სტუდიის სტუმრებთან ერთად ისევ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. ჩვენს ეთერში ახლა კი საშუალება გვაქვს, რომ თოქ-შოუში 100 გრადუსი ცელსიუსით ჩაგვერთოს ბატონი ბიძინა გუჯაბიძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონი ბიძინა, რომ შემოგვერთით და ამ რთულ პერიოდში სათხართ უპასუხობთ ჩვენს კითხვებს. ბატონი ბიძინა, ძალიან ბევრი მოსაზრება გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა და რა გახდა ტრაგედიის მიზეზი. თქვენი როგორც სპეციალისტის მოსაზრება მაინტერესებს ამ შემთხვევაში და არა როგორც ორგანიზატორის მამის მოსაზრება და ტრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. რეალურად თქვენი ვარაუდით რა შეიძლება გამხდარიყო ტრაგედიის მიზეზი, ანუ რა სისტემა მომტყუნა ორგანიზატორებს, რამაც ორი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია? პირველ რიგში მინდა
ესე ვთქვათ, წოხარება გამოვხატო, მომხდარი ტრაგედიის გამო, მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და კიდევ ერთხელ უსამძიმრებ ოჯახებს და ოჯახებმა, მეგობრებმა და მთელმა ქვეყანამ დაკარგა საუკეთესო, ასე ვთქვათ, ადამიანები რა და ამის გადატანა ალბათ თითოეულ ჩვენთაგან ძალიან გაგვიჭირდება. რაც შეეხება თვითონ ამ საქმეში რა მოხდა ამ წუთში ბოლომდე გარკვეული ჩვენ თვითონაც არა ვართ და მიმდინარეობს ძიება ჯერჯერობით ისე მუშაობს ექსპერტიზა როგორც ვიცით ჩვენი ასე ვთქვათ მეგობრები რომლებიც ისე უშუალოდ არ იყვნენ დაკავშირებული ამ საქმესთან ამ დღეებში ისინი მათგან იღებენ ინტერვიუებს რჩევებს იკითხებიან და ნახოთ რას დაადგენს გამოძიება ძალიან ბევრი რაღაცის დამთხოვა იყო ჩემის აზრით და ყველაფერმა ამან რაღაც გამოიწვია დარჩენილი ალბათ რაღაც ძალიან მცირე შანსის ასე ვთქვათ გამოყენება რა და ასეთი უბედურება დაგმართა. თოგი არ გამწყდა მართლაც რაღაც ასე ვთქვათ ერთმა მექანიზმმა გვიღალატა და შემდეგ ამან გამოიწვია მოულოდნელი რღვევა. რაღაცა ამას საფეხურებად იყო დამცავი ასე ვთქვათ სისტემები, ეტაპები რა და ამდენ ეს მოულოდნელი იყო. მინდა კითხო თავად მექანიზმების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თავად ეს მექანიზმები რომელიც იქ კარაბინი თოკები რომელიც გამოიყენება როუპ ჯამპინგის დროს რამდენადაც ცნობილია შემოდის უცხოეთით და მათ წარმოება საქართველოში არ ხდება რამდენად ხარისხიანია ეს პროდუქცია თავად თუ ხდება იგივე ამ წარმოებლის კვალიფიკაციის შემოწმება ან ხარისხის კონტროლი იმ კარაბინის ან თუნდაც თოკების რომელიც გამოიყენება აი ამ როუპ ჯამპინგის დროს ну ცოტა რთულია ახლა მაგაზე ლაპარაკი იმიტომ რომ თვითონ ამის სტანდარტი არ არსებობს და მითითება ინსტრუქცია ამაზე არ არის. ეს ადამიანი თავისი გამოცდილებით, თავისი ცოდნით ქმნის ამას ყველაფერს იმის მიხედვით რა სჭირდება და არგებს იმ სიტუაციას, სადაც ეს კეთდება. თქვენ აი რო ეძებოთ, თქვათ ინტერნეტში ვერ ნახავთ რა ეგეთ რამეს მიუხედავად იმისა რომ თვითონ ასეთი ხტომების ძალიან ბევრი არის ვიდეოები ძალიან ბევრი დევს ბატონო ბიძინა ბოლო კითხვა მექნება თქვენთან თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი გამოჩენილი მთამსვლელი ალპინისტი ქვეყანაში დაგილაშქროთ ყველაფერი კი რისიც ძალაშქროთ შეიძლებოდა მინდა კითხოთ სწორედ როდესაც მიდიხართ მსგავს ასპარეზობაში მონაწილეობის მისაღებად. ანუ აფასებთ რისკებს, რომელიც თანდევს ბუნებრივია ექსტრემალური სპორტის სახეობას. აი ამ დროს ფიქრობს ადამიანი იგივე იმ რისკებზე, აცნობიერებს იმ რისკებს, რომელიც შეიძლება მის ამ გატაცებას მოყვეს. ყველა ღვთის ანაბარა ვართ ჩვენ და ყველა დილას მე ვცდილობ ხოლმე რომ მართლმადლობა უთხრა რომ კიდევ ერთი დილა გამითენდა. ღვთისნება, როდის რა მოხდება და ის ადამიანები ვინც ხანდახან ამაში იღებენ ხოლმე მონაწილეობას ისინი კიდევ რაღაცის იარაღი ხდებიან სამწუხაროდ რა ერთხელ ერთი მეგობარი ამბობდა თქვენს ყურებასო თქვენი ოჯახის ყურებას ელექტროშეთუხების ყურება ჯობია და ნუ ვიტყვი რომ ასე ვთქვათ შვიდად ველოდებით ექსპერტიზის გადაწყვეტილებას და მზად ვართ ყველაფრისათვის პასუხი ვააგოთ ასე ვთქვათ სამართალი და კანონის წინაშე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის რომ მონაწილეობას იღებდით დღევანდელ ჩვენს გადაცემაში მე ვიცი რომ რთული იყო საკმაოდ თქვენთვის ამ თემაზე საუბარი თუმცა მე ჩვენი გადაცემის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ რომ ჩვენს ეთერში გადაწყვეტეთ რომ გეპასუხოთ ყოველი კითხვისთვის რომელიც მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში სწორედ თქვენი ოჯახის მისამართით დაგროვდა მე მაყურებელს კი შევახსენებ რომ 100 გრადუსი ცელსიუსის კითხვებს ბიძინა გუჯაბიძე პასუხობდა. მე მინდა გადავიღებ კითხვით ნიკა ჩიქოვაძე ექსტრემალური სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი. ადამიანიკა როდესაც მსგავს ისტორიებს ისმენ ხომ არ ფიქრობთ რომ საჭიროა თუნდაც თქვენი ფედერაციის მხრიდან რაღაც გარკვეული რეგულაციის ჩარჩოებში ამ ყველაფრის მოქცევა. შეიძლება ეს არ იყოს ლიცენზირება, თუმცა გარკვეულწილად შემოწმება და ტესტირება იმ მექანიზმების, რომელიც გამოიყენება ამ ასპარეზობების დროს. პირველ რიგში თანაუგზნობ
ხმათ ოჯახებს, გარდაცვლილების მეგობრებს, ირაკლისაც მეგობრები იყვნენ. ექსტრემი თვითონ რისკს გულისხმობს, რა თქმა უნდა. ერთი მინდა ვთქვა, არის ყოველთვის ორი მონაწილე, არის ორგანიზატორი და ის, ვინც მონაწილეობას იღებს. შეეხება რეგულაციებს, ჩვენ საკმაოდ კაცრები ვართ შეჯიბრის დროს, მაგრამ შეიძლება ბაიკერი დაეცეს ჩვენთან შედის სხვადასხვა ექსტრემალური სახე. ჯიპები, ანუ მოტორიზირებული უფრო. კი, მოთხოვნები გვაქვს, იქ დამცავი საშუალები რა უნდა ქონდეს მანქანას, მოტოციკლს რა უნდა ქონდეს, მაგრამ შეიძლება დაეცეს, შეიძლება მანქანა გადაყირავდეს. მაგრამ ამავე დროს შეიძლება მონაწილემ ჩაფხუტი არ დაიხუროს ტყეში, როცა ჯიპით არის სადღაც გასული შეჯიბრის დროს. თუმცა ის როგორც კი აღმოჩნდება, ის მოიხსნება შეჯიბრები. ამიტომ თუ რეგულაციებს ეხება, მე უფრო ვფიქრობ, რომ ანუ შეთანხმების გაფორმება მაგალითად ხდება თქვენსა და მონაწილეს შორის ამ შემთხვევაში. შეთანხმება ეს არის მოთხოვნები, ეს არის რეგლამენტი, რასაც ხელს აწერენ. ანუ დოკუმენტს ხელი ეწერება თუ არა? ეწერება ხელი, იციან. ყოფილა შემთხვევები, როცა შეჯიბრიდან მოხსნილა უკვე გამარჯვებული, იმიტომ რომ კადრებში სადღაც გამოჩნდა, რომ მაგას 1-5 წამით არ ეხურა ჩაფხუტი. და ეს მინდა ვთქვა, თუ რეგულაციები და სახელმწიფო რეგულაციები იქნება, ასევე მოთხოვნები უნდა იყოს მონაწილისთვისაც კი და არა მარტო ორგანიზატორი. ბუნებრივია. ბატონ თემურ გიორგაძესთან მინდა იდენტური კითხვით გადავიდე. ბატონ თემურ, როგორ ფიქრობთ, აი ამ როდესაც მსგავს ისტორიებს ისმენ და როდესაც ტრაგედია გვაქვს სახეზე, იგივე დამატებითი რეგულაციების შემოღება ან კონტროლის დამატებითი მექანიზმები ხომ არ იქნება მომავალში იმის გარანტია, რომ შეიძლება შემცირდეს რისკები, თუმცა ბუნებრივია რისკებს 100% თავიდან ვერ აიცინო. ალბათ საჭირო იქნება, იმიტომ ვინაიდან ჩემ 2 წლის იმას გასვლებს გადავხედე, რომ მოვდიოდი გუში რომ დამერეკეს და მთხოვეს მოსვლა. გადავხედე და სამწუხაროდ 12 შემთხვევა ამოვიღეს, სადაც ტრაგიკულად დამთავრდა დაღუპვით ახალგაზრდა ადამიანების და აქ ყველა თითქმის გამოიკვეთა თვითნებურად მონაწილეების, თვითნებურად გადაწყვეტილების მიღები ადამიანები არიან გამოკვეთილი. აქ ფედერაციის დონეზე მართლა არავინ არ არის, აი ეს ერთადერთი შემთხვევა, სადაც აი ესეთი ორგანიზაცია იყო და ეს შემთხვევა მოხდა, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში ეს 12 დაღუპული გასაგებია, მაგრამ უამრავი დაზარალებული, უამრავი. ეს იმდენად პროფესიონალი. თუმცა ბუნებრივია თავარი პრობლემა არის თვითნებური ასპარეზობები, რომელიც იგივე street racer-ების შემთხვევაში, როდესაც ქუჩაში მაგალითად ძალიან დიდი სიჩქარით ეწყობა შეჯიბრებები დასახლებულ პუნქტში, იგივე ვაჟა-ფშაველას გამზირზე ძალიან ხშირად გვახსოვს, ბევრს რომ ეწყობა მსგავსი ასპარეზობები. რატომ მიდიან ამ გადაწყვეტილებაზე იგივე ამ სწრაფი სიჩქარის მოყვარული ადამიანები, როდესაც იგივე დასახლებულ პუნქტში ან იგივე ქალაქში ცენტრალურ მოედნებზე ხდება ყოველგვარი წინასწარი ორგანიზების გარეშე მსგავსი ასპარეზობების მოწყობა. რეალურად არ არის ადგილი, სხვა ადგილი, სადაც შეიძლება რომ გაიმართოს იგივე შეჯიბრები. ყოველთვის როდესაც ჩვენ მოძრაობთ ქალაქში, ვიცნობთ ამ ახლად შეძენილ ბაიკერებს, ვთხოვთ რომ გაერთიებდნენ ჩვენთან ერთად იყვნენ, გაითვალისწინონ ის გამოცდილებები, რაც გააჩნია ჩვენ ფედერაციას, იგივე ელემენტარული რომ არ შეიძლება ქუჩაში სწრაფად იმოძრაო და ან საერთოდ იმოძრაო და არ გეყუროს ჩაფხუტი, არ გეცვას კურტკა, დამცავი სპეციალური, რომ უბრალოდ შენი სიცოცხლე და რისკი შეამციო, არამედ სხვისი თქვენ იმიტომ ძირითადად როცა მოტოთი მოძრაობთ, ძირითადი რისკი მაინც ჩვენზეა და არა უფრო მანქანაზე ან ნებისმიერ სხვა ტრანსპორტზე რა. და ის ადამიანი რომელიც ამას ვერ ხვდება, ნუ ექსტრემალი აღარ ქვია უკვე რა, არ ვიცი რა შეიძლება და თუმცა შემთხვევას სახელზე 12 და გარდაცვლილი ზოგადად აი ექსტრემის მიმდევრებს შორის ალბათ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, როდესაც ამ თემაზე საუბრობ. რეალურად რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ კითხვით ერთგვარი რეზუმე გვინდა გავაკეთოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის დასრულს. ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი არის ექსტრემალი, უყვარს ექსტრემალური გართობები, მას ვერავინ ვერ აუკრძალავს ამ ყველაფერს, რა შეიძლება იყოს აი ამ სიტუაციაში გამოსავალი და თუ კაცალავასთან მინდა გადავიდე ამ კითხვით. რაც შეეხება იმ ერთეულ შემთხვევებს, როდესაც ხდება უბედური შემთხვევები, ძირითადად ხო, ეს არის ალბათ უკვე ზედმეტი რისკის გაწევა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ ადრენალინს განიცდიან და უნდათ რომ ეს ადრენალინი განიცადონ. თუმცა ბევრ შემთხვევას გეტყვით, როდესაც დიდ შეჯიბრზე ფორმულა 1-ის შეჯიბრზე აირტონ სენა დაიღუპა, ხა მასზე დიდი პროფესიონალი არ ვიცი, ბევრი ალბათ არ დაბადებულა და არ ყოფილა, ხო? ხდება, ანუ ექსტრემი არის ის სახეობა, სადაც აუცილებლად ხაზი და იქ ნამცეცი არა, ირეკლეს არ დავეთანხმები, ხაზი მნიშვნელოვანი გაზდებს ყოველთვის და ყველა ვინც ექსტრემზე მიდის და ხელს აწერს, პირობითად ვამბობ, ხელს აწერს არა მარტო ფიზიკურად ხელი მოაწეროს, არამედ შინაგანადაც ხელს აწერს იმაზე, რომ მიიღოს აი ესეთ გართობაში ან სპორტის სახეობაში მონაწილეობა, ალბათ შინაგანად რაღაც
რაღაც გარკვეულ დონეზე მზად არის, რომ რაღაცა შეიძლება ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმილი და როგორც უნდა რომ დამთავრდეს. ამიტომ ძალიან რთულია იმის თქმა, რომ უნდა აიგრძალოს და არ უნდა აიგრძალოს არაფერი. უბრალოდ ყველამ უნდა მაქსიმალურად დიდი ყურადღება. ალბათ გამოსავალი ამ სიტუაციიდან არ არის, იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდებიან ერთეულები, რომლებიც გაიპარებიან და არაპროფესიონალურად რაღაცას გააკეთებენ და უფრო დიდი ზარალი შეიძლება ტრაგედიები დატრიალდეს, ვიდრე ახლა. ამიტომ ყველა ექსტრემალური სახეობის წარმომადგენელმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს გაათმაგებულად უსაფრთხოების ზომებს, არასოდეს არ უნდა წავიდეს ზედმეტ რისკზე. მე შემიძლია ჯომარდის მხრიდან ვთქვა, რომ მე როგორც ტურნირების ორგანიზატორი, როგორც თავშეთ კომერციული ტურების ორგანიზატორი, არასოდეს არ მიმყავს და არ უწევ რეკომენდაციას რთულ კატეგორიას დინარის, მიუხედავად იმისა, რომ მე დავდივარ, მაგრამ მე დავდივარ ჩემ პროფესიონალებთან, მეგობრებთან ერთად, რომლებიც მზად ვართ მოყვარულების შემთხვევაში შედარებით დაბალი რისკების რისკებია. ეს არის ჩემთვის მაგალითი არის თურქეთის შემთხვევა და თურქეთის ასე ვთქვათ მაგალითი, სადაც ჯომარდობა, ტურები ხდება ყველაზე მარტივ კატეგორიაზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო მათ, ვინც გადაცემის ამ ნაწილში ჩვენთან დისკუსიაში ჩაერთონ. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ზოგადად ექსტრემალური სპორტის სახეობებთან დაკავშირებით და იმ რისკებთან დაკავშირებით, რომელიც სპორტის ამ სახეობებს თან ახლავს. რატომ მიდიან ადამიანები გადაწყვეტილებაზე, რომ მიიღონ მონაწილეობა თუნდაც ექსტრემალურ ასპარეზობებში? გადაცემის მეორე ნაწილში ამ თემის შესახებ ვისაუბრებთ. გადაცემის ამ ნაწილის დასრულს კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო დაღუპულთა ოჯახის წევრებს და პატივი მივაგოთ მარიამ პანდიაშვილისა და გოგო გოლეთიანის ხსოვნას. ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა, ჩვენ გვესმის, რომ ძალიან სენსიტიური საკითხი არის. სწორედ აქედან გამომდინარე, დღევანდელი გადაცემის დროსაც ვეცადეთ, რომ ყოფილიყავით განსაკუთრებით ფრთხილები, რადგანაც რეალურად არ არსებობს ჯერ ექსპერტიზის დასკვნა და ბუნებრივია სანამ არ იქნება ოფიციალური დასკვნა, რთულია ისაუბრა რეალურად რა გახდა ამ ყველაფრის მიზეზი. რეკლამა გაივლის მალე, რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით ეთერსწრებით. რეკლამამ გაიარა მალე, მადლობა რომ არ გადარდით. გადაცემის მეორე ნაწილში ექსტრემალური ადამიანები და რისკები, რომელიც ბუნებრივია ამ გადაცემას თან სდევს. სალომე დავითიშვილი შემოგვიერთდა სტუდიაში, რომელიც გატაცებულია ექსტრემალური სპორტის სახეობებით. სალომე, მე ვიცი, რომ შენ საქართველოს გარდა მიგიღია მონაწილეობა მსგავს ტურნირებში ან უბრალოდ ჰობი ყოფილა შენთვის, როდესაც საზღვარგარეთაც იგივე ხდომაში მიგიღია მონაწილეობა ან სხვა. მინდა კითხო თავად, არის თორე განსხვავებული რეალურად მაშინ, როდესაც იღებ მონაწილეობა საქართველოში და მონაწილეობ უცხოეთში, ანუ დაცვის მექანიზმები არის თორე განსხვავებული იგივე დამოკიდებულება თუ შეიძლება გვიაბა? სხვათა შორის აი საქართველოში ყოველთვის რატომღაც თავს ვარიდებ, რომ მივიღო ექსტრემალურ სპორტში მონაწილეობა, იმიტომ რომ არ ვარ დარწმუნებული იმ დაზღვევებში, რაც მე თუნდაც შემინარჩუნებს სიცოცხლეს და საზღვარგარეთ უფრო თამამად შემიძლია მივენდო, რადგან მე იქ გავდივარ სრულ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მოვიქცე, აბსოლუტურად მთლიანად გიხსნიან რა როგორ არის, როგორ უნდა მოიქცე თვითონ იმ მასალას, რომელსაც გამაგრებენ. ელემენტარული მინდა აღვნიშნო, რომ ის კარაბინები, რომლებიც ჩვენ გვიკეთია და თუნდაც ხტომისთვის ვართ მზად ან კლდიდან დაშვებისთვის, აუცილებლად უნდა მოწმდებოდეს და იცვლებოდეს რაღაცა დროის პერიოდის შემდეგ. ამ კარაბინებს აქვს თავისი წესი, დამეთანხმებით თუ დავარ და ის იმდენად სათუთი არის, იმიტომ რომ სუბუქი არის და არ გაგიჭირდეს თუნდაც კლდეზე ასვლა დაშვება, რომ ეს შეუიარაღებელი თვალით ვერ ხედავ თუ როდის იკეთებს ბზარს. ამ შემთხვევაში ამ კარაბინებს უნდა ძალიან მოფრთხილება, რომ ხიფათი არ შეგემთხვევს და მე აი ამ ყველაფერს საქართველოში ვერ ვხედავ, რომ მოფრთხილდებოდნენ აი ყველა ნივთიერებებს, რომელიც ჩვენ გვიცავს, რომელზეც ჩვენ ვეყრდნობით, თუნდაც იმისთვის, რომ სიამოვნება მივიღოთ და არა შიში და არა რაღაცა ცუდი განცდები და ამიტომ ყოველთვის ვარიდებ თავს, რომ და არის განსხვავება უცხოეთში, მაგალითად იგივე თურქეთში შენ მიგიღია რამდენადაც ვიცი მონაწილეობა ამ ღონისძიებებში, რეალურად არის თორე განსხვავება თავად ეკიპირებაში, თუ ეკიპირება იდენტურია, უბრალოდ დამოკიდებულება არის განსხვავებული და თვითონ ტექნიკური საშუალებები, რომელსაც გამაგრებენ.
ეკიპირება თითქმის ერთი და იგივეა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთი და იგივე ხელსაწყოები გიკეთდება იმისთვის, რომ გადმოხტე, მაგრამ არის ერთი განსხვავება. იქ ამ ეკიპირებას ყოველთვის ცვლიან, აქვს რაოდენობა ადამიანების, თუ რამდენი ადამიანი გაიკეთებს, იმ რაოდენობის შემდეგ აუცილებლად იცვლება და ხდება შეცვლა ახლით, რომ შემდეგი რაოდენობა ადამიანების, რომლებიც გადმოხტებიან, მათ ეკეთოთ ახალი და იყვნენ დაცულები. და საქართველოში ჯერჯერობით ესეთი რამ არ ხდება. მათ უკეთიათ 1000 კაცს, 2000 კაცს ერთი და იგივე და ამიტომაც ხდება ესეთი საშინელი შემთხვევები, ამიტომ მე მგონი თავი უნდა არიდო ჯობს იცოდე, რომ სრულად დაცული ხარ და მაგ შემთხვევაში გარისკო გადახდე და მიიღო სიამოვნება. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გია გადაცემის პირველ ნაწილში საუბრობდა რომ რეალურად თუნდაც იგივე როდესაც ხდება მთაში სამწუხაროდ გასულ კვირას უშბაზე მწვერვალ უშბაზე ორი უკრაინელი ალპინისტი ემსხვერპლა ისინი უკრაინიდან ჩამოვიდნენ იმისთვის რომ მწვერვალი დაელაშქრათ თუმცა რამდენადაც ცნობილია თოკი გაწყდა 3600 მეტრის სიმაღლეზე და ორი ალპინისტი ემსხვერპლა ამ ტრაგიკულ მოვლენას ჩვენ ბუნებრივია გვინდა მივსამძიმროთ ამ ადამიანის ოჯახის წევრებს ბატონ გია თქვენ საუბრობდით არაპროფესიონალიზმზე თუნდაც იგივე ალპინიზმის ასპარეზობის დროს მაშინ როდესაც მიიყავთ ადამიანები მთაში თუმცა რეალურად არ არსებობს ის მიდგომები, იგივე სტანდარტების დაცვა და შემდეგ ვიღებთ შედეგს, რასაც ვიღებთ ხოლმე. მე პროგრამის ვიტყვი, პირველი საქართველოში ალპინიზმს შეეხება, მე ალპინიზმიდან არ გავალ, იმიტომ რომ სხვა სახეობები მე არ ვიცი. და რაც არ ვიცი, იმაზე არ ვცდილობ რომ არ ვილაპარაკო. ერთი რამ ვიცი ზუსტად, რომ საქართველოში ჩვენ არა გვაქვს სამთო სამაშველო სამსახური და ყოველი ავარიის შემდგომ ეს იქნება ავარია თუ დავუშვათ ექსტრემალური პირობები, როდესაც ვერ ჩამოდიან მთასვლები თვითონ ან ავად გახდნენ, ან რაღაც ამინდები არ არის და ამიტომ მესტიაშიც იკრიბებიან კონკრეტული ხალხი, კონკრეტული მთასვლელები და მიდიან ხოლმე აი ესე თავისი ნებით, ასე ვთქვათ, და არა მოვალეობა არ არის ეს მათი და ასევე ხდება ხოლმე აღმოსავლეთ საქართველოში ყაზბეგის რაიონში. სამწუხაროა ის, რომ სამთო სამაშველო სამსახური უნდა ფუნქციონირებს უკეთესად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამთო სამაშველო სამსახური ვერ უშველის იმ ადამიანებს, რომლებიც ჩუმად არც სახში იტყვიან, არც მეგობრებს ეტყვიან, არავის არ ეტყვიან, სადღაცას გაიპარებიან და იქ რაღაც უბედური შემთხვევა მოვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ უნდა მკვეთრად გამომიჯნოთ ორი რამ. ერთი, როდესაც მე ვარ კომერსანტი ამ შემთხვევაში, კომერციული კონკრეტული კლუბი, ფირმა თუ ასოციაცია თუ რაღაც და ვატარებ კომერციულ ღონისძიებას, ამ შემთხვევაში მე ვარ პასუხისმგებელი ამაზე. თუ ჩვენ მეგობრები ვიგრიბებით და იმდენი გამოცდილება და შორ შემთხვევაში არც გვაყოფნის იმისა, რომ ვიღაცას რაღაც ვკითხო და სადღაც სწავლოთ, აქ პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა მხოლოდ ეკისრება იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს გაწყვეტილება მიიღეს. აი ხლა აქ ახსენა სალმემ რომ აი ბევრ შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში საჭურველი უნდა შეიცვალოს. მე არ ვიცი ხა რამდენად დაცული იყო ეს ნორმები, ვერ გეტყვით ვაფერ არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ მე ვიცი ერთი რამ. აი მაგალითად თოკი ალპინისტური, რომელიც შეიძლება 10 წელი მემედოს სახში და ხელი არ მოუკიდოს საერთოდ. არ ვეხმარო ეს თოკი. 10 წლის განმავლობაში ამ თოკს იმ კაპრონს უჩნდება მიკრონაპრალები, ასევე ხდება იმ კარაბინზე, როდესაც გადმოხტომა ხდება და ესა თუ ის ნივთი დარტყმას რამდენჯერმე მიიღებს, იქ ჩნდება მიკრონაპრალები ლითონშიც და მიკრონაპრალები უჩნდება თოქსაც. აქედან გამომდინარე განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც აი ყოველდღე ხდება ადამიანი ამ თოკით და ყოველდღე აყენებს დარტყმას, თოქს თუ სხვა ნებისმიერ მოწყობილობის ასე ვთქვათ შემადგენელ ნაწილს. აქვს სხვა რამ უნდა ხდებოდეს, სხვანაირად უნდა იცვლებოდეს ადამიანი, რომელსაც აქვს ეს მოწყობილობა და არც ერთხელ მთაში არ მოწყყვეტილა, იქ სხვა მდგომარეობაა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მთაში ჩვენ ვცდილობთ რომ მოვიშოროთ ეს ყველაფერი თავიდან, მაქსიმალურად უხიფათოდ ვიაროთ, არანაირი ადრენალინის მიღებას იქ ჩვენ თვითონ არ ვცდილობ, ეს ისედაც მოგივა შენ თუ მოხდები იქ ექსტრემალურ და სულ ექსტრემალურ პირობებში ხარ, ამინდის გამო, სირთულის გამო, დახრის გამო, სიმაღლის გამო და ზღვის დონიდან სიმაღლის გამო, როცა შენ სახელი ხანდახან გავიწყდება. ამიტომ იქ ახლა კიდე მე ექსტრემალური რაღაცები მოვიგონოთ ჩემთვის, შეიძლება მფლაციგიჟე. ხო? გიოთებზაძე შემოგვიერთდა სტუდიაში, Street Racer-ი, რომელიც 13 წლიდან არის უკვე ჩართული ამ საქმიანობაში. კი რეალურად შეგიძლიათ თუ არა დაადასტურო ის მოსაზრება, რომელიც არსებობს, რომ თუნდაც იგივე Street Racer-ების შემთხვევაში, როდესაც ადამიანები არიან ამ ასპარეზობაში ჩართულები, რეალურად ძალიან ბევრი არ იცავს იმ უსაფრთხოების ზომებს, რაც უნდა დაიცვა. გამარჯობათ, მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, რაც მინდა გითხრათ, რომ მე Street Racer-ი აღარ ვარ, უკვე კარგი ხანია. და თავის დროზე მეს რომ მომიწოდებდნენ რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული და არ გინდა და შეეშვი ანუ ძალიან ცუდად ვიღებდი ამას და თქვენ რა გესმით და რაღაცა და ესეთი ის გონდა შინაგანი განწყობა მაგრამ ამას დღეს ვიძახი მე
ხო ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი street racer-ების და ძალიან მიყვარდა კიდევაც ეს საქმე და მართლა ძალიან დიდი ადრენალინია ამ ყველაფერში. უბრალოდ არის ძალიან დიდი სერიოზული პრობლემები, რომელიც უპირველეს ყოვლისა არის დაკავშირებული არც ავტომობილთან, არც მოძრაობასთან, არამედ აზროვნებასთან და შეგნებასთან, იმიტომ რომ არასდროს ანუ ყველაფერს ვერ გახსოვდი რა, ვერასდროს ეს ნომერი პირველი ასპექტი, ნომერი მეორე რომ ერთია რომ შენ ვთქვათ სწრაფად მოძრაობ ქალაქის პირობებში და ამ დროს შეიძლება ვიღაცა გაგეჯიბროს, შენთვის საერთოდ უცნობი ადამიანი, ორივე მე აყვება ექნებას და მიდის ერთმანეთში შეჯიბრი და ამ დროს შეიძლება შენ კიდევ ვთქვათ იცოდე და დარწმუნებული იყო შენ შესაძლებლობებში, შეიძლება პროფესიონალიც იყოს, საკმაოდ მაღალი დონის, მაგრამ ის გვერდზემის მოყვება უბრალოდ იმიტომ რომ შენ გაგასროს და რაღაც ამით აგემტკიცოს, შეიძლება საერთოდ ვერ ერკვეოდეს ავტომობილში და შეიძლება ისეთ ხიფათი მოვიდეს, რომ შენ უნდა იგზნო ამის გამო მე თავი ცუდად. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. აგრეთვე ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ უამრავი მიმბაძველი გიჩნდება შემდეგ და ყველა საერთოდ გვერდიდან როცა გიყურებს, ყოველთვის გონია რომ ეს ადვილია და თვითონაც ამას გააკეთებს. თავად რატომ თქვენ ყველაფერზე უარი? ნუ ამ მიზეზების გამო, იმ მიმბაძველობის გამო და აგრეთვე იმის გამო, რომ პრობლემა გექნება ყველანაირი, ანუ ერთი რომ ავტომობილს ასწვავ, მეორე იგივე ვთქვათ პოლიციასთან პრობლემები გექნება 1000 გვარი და ამ ყველაფერს თუ დავუფიქრდით, მე ჩამოვაყალიბეთ დრიფტის ფედერაცია, რომლის პრეზიდენტის გახდა ვარ და გვინდა რომ რამენაირად ეს სპორტი მოვაქციოთ კანონის ფარგლებში და ყველაზე საინტერესო რაც იყო და რაც არის საერთოდ ყველაზე საფრთხეს, ყველაზე მეტად საფრთხეს ხალხს უქმნის ის მძღოლი, რომელმაც არ იცის რეალურად რა შეუძლია და უმეტესწილად ასე ვთქვათ ქუჩებში შეხვდებით ზუსტად ესეთ ადამიანებს, რომ ადამიანი თავის თავს უძახის street racers, ბოლეს, ასე ვთქვათ და ელემენტარ კითხვაზე რო კითხო, რომ ვთქვათ სიჩქარე რო გაზარდო ავტომობილის მოძრაობის ორჯერ, რამდენჯერ გაიზრდება სამუხრუჭე მანძილი. ამ მანძილს საჭირო რომ დაამხუჭო, გააჩერო ავტომობილი 0 კმ/სთ-მდე. ეს მართვის მოძრაობას რომ აბარე, ვიღაც კი ხვდება. ხო, და იმათმა არიციან. ანუ ეს ადამიანები რატომ დებენ მაშინ თუნდაც თავიანთ ან სხვის სიცოცხლეს რაღაც გარკვეულწილად სასწრაფოს? ნუ, ჩემ პირად გამოცდილებაზე ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი იწყება უფრო ადრეული ასაკიდან, როდესაც შედეგებზე საერთოდ ნაკლებად ფიქრობ და მთავარია იმ მომენტში მიიღო რაღაცა გარკვეული სიამოვნება და რაც უფრო დიდ ხიფათში ჩაიგდებ თავს, უფრო მეტი ადრენალინი მოდის და უფრო მეტად სიამოვნებს ეს. მაგრამ არის ბევრი ფაქტორები, რამაც დამაფიქრა. უმეტესწილად კიდე ის იყო, რომ თვითონ მსხვერპლი ადამიანური რაც ხდება ესე დროს. მე პირადად ბევრი მაგაც მყავს დაღუპული ამ საქმიანობიდან გამომდინარე და რავი, იყო ისეთი პერიოდი, როდესაც უბრალოდ რომ ქალაქში გამოვდიოდი წყნარად რომ ვიჯექი საჭესთან და მოძრაობდი აბსოლუტურად ჩვეულებრივი სიჩქარით, აი უკვე მქონდა ეს შეგრძნება, რომ საღამოს სახში შეიძლება ვეღარ მიხვიდე. არა და ადამიანის მთავარი შემასწენელი ფაქტორი არის ის, რომ ყოველთვის გონია, რომ ეს შენ არ მოგივა. მაგრამ როცა შეეხო 1, 2, 3 და 4 ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანს, რომელსაც მე ვსუძახდი, მე უკვე იმ დონეზე დამაფიქრა და იმ დონეზე შემაშინა ამ ყველაფერმა. რომ რავი რა, ძალიან იმოქმედა ჩემზე პირადად. მე რო შევდივარ თქვა მოსახვევში ან რო მიწევს ოდნავ ჩხარასიარული ან აჩქარებულად სიარული, ვიცი მე რა შემიძლია, ვიცი ზუსტად მანქანას რა შეუძლია. ხო, მაშინ არ ვიცოდი და მაშინ მეგონა რომ ვიცოდი და უამრავ შეცდომებს უშვებდი. იმიტომ რომ შენ შეიძლება იცის, სწრაფად მიდიხარ, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც ახალი დამჯდარია როლთან და მიდის თავისთვის, იმას შეიძლება ისეთი შიშის გზნობა დაეუფლოს, რომ რაღაცა სისულელე ჩაიდინოს და თვითონ გადაუხვიოს გზიდან და შექმნას ავარიული. არა შენ შექმნა, არამედ მან შექმნას, იმიტომ რომ საინტერესოა თუ აფასებენ ადამიანები რისკებს, როდესაც თავდაპირველად იღებენ თუნდაც ექსტრემალური სპორტის ან თუნდაც ექსტრემალურ გადაცემებში მონაწილეობას ირაკლისთან მინდა გადავიდე შემდეგ გკითხოთ, მაშინ როდესაც ადამიანი ხდება ექსტრემალი. მიდიხარ იმ ნაბიჯში, როდესაც გარკვეულწილად რისკები თანდადებს ბუნებრივია ყველაფერს. აფასებ აი ამ რისკებს თუ უბრალოდ მაშინ ფიქრობ ხოლმე იმ სიამოვნებაზე, რომელსაც იმ წამს იღებ. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, აფასებ ეს იმ წუთას რომ არ აფასებდი ამას, გამორიცხული ამას არავინ არ გააკეთებს, არავის არ უნდა ეს ზედმეტი რისკი. როდესაც საჭა შენ ხელთ გიპყრია, მაშინ ფიქრობ რომ ეს შენ ყველაფერი შეგიძლია. და ამას აკეთებ ისე, რომ რა თქმა უნდა, შენთვის იმ მომენტში წარმოუდგენელია, რომ რისკი მინიმუმამდე ყავს დაყვანილი. ამას რო არ ფიქრობ და გამორიცხულია, რომ ის გააკეთა თუნდაც ავტომობილის საჭესთან, თუნდაც მოტოციკლის საჭესთან. ფიქრობ, რომ ადრე უფრო საკმაოდ რისკიან ნაბიჯებს დგამდი და დროსთან ერთად ამ ყველაფერს ამცირებ? რა თქმა უნდა, ეს ასაკთან ერთადაც მოდის, მე უფრო
პროფესიონალიზმთან და გამოცდილებასთან. თავად ხონია შემთხვევა, როდესაც აი რთულ სიტუაციაში აღმოჩენილ ხარ, მაგალითად იმის გამო, რომ ეს ყველაფერი არ იცოდე. გულისხმობ იგივე შეჯახებას ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ხშირად ხდებოდა, სანამ დაიხვეწება შენი პროფესიონალიზმი, მაგრამ ეს არ ხდება ქუჩაში. ეს ჩვენთვის მიუღებელია, ანუ ქუჩაში ვინც აკეთებს ამას და გადააქვს ეს ცოტა უფრო ექსტრემალს ეძახის, რაც გამორიცხულია, ეს ცოტა სხვა სფეროა რა, ეს ცოტა უფრო ასაკის ბრალია. ბატონ მელუთან მინდა გადავიდე შემდეგი კითხვით, თორემ აქედან გამომდინარე, ბატონ მელუთ, აი არის მაგალითად ცდილობა იმის, რომ ადამიანები, რომლებიც არიან დაკავებული ექსტრემალური სპორტის სამსახიობით ქუჩაში მაგალითად და არ არიან ჯერ მოქცეულები, თუნდაც რაღაც გარკვეული იგივე ფედერაციის წევრები არ არიან ჩართულები რბოლაში სპეციალურ ტრასებზე, რომ ეს ადამიანები წაიყვანოთ იგივე რუსთავში, სადაც არის აი სპეციალური ტრასა, ეს ყველაფერი უჩვენოთ, რომ გახდეს მიზიდველი მათთვის უფრო დაცული ასპარეზობა, ვიდრე მაგალითად ქუჩაში ძალიან რთულ მოძრაობაში მსგავსი ექსტრემალური რბოლების მოწყობა. ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ამას ვაკეთებთ და არა მარტო მე, მთელი ეს კლუბები, რომელიც შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში, მე გულისხმობ და დაწყებული BMW-ის კლუბიდან დამთავრებული Audi-ის კლუბამდე, ყველა კლუბი რომ რაღაც ჩარჩოში მოექცეს ეს ყველაფერი, ვინაიდან ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც შინაგანად აწუხებთ, ანუ ისინი თუ არ დაიხარჯნენ სადღაც უნდა იპოვონ, ანუ როგორც წყალმა უნდა იპოვოს თავის გასავალი, მათაც უნდა იპოვონ სადღაც ხვრელი, სადაც ისინი გაივლიან ან ვერ გაივლიან. ბატონ დათოსთან მინდა გადავიდე შემდეგი კითხვით, აი ოფროუდის შემთხვევაში როგორ ხდება მაგალითად საქართველოში, მე ვიცი რომ ნელ-ნელა იკრებს ეს ყველაფერი საქართველოში ძალებს, იმართება ბუნებრივი ასპარეზობები, აი თუნდაც თუ არის ეს ყველაფერი მოქცეული ერთი კონკრეტული ჯგუფი, რომელიც მაგალითად ასპარეზობს, არის ამ ყველაფერში ჩართული, თუ არიან ადამიანების დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც თავადაც აწყობს მსგავს ასპარეზობებს და ბუნებრივია იქ არის თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები და არის თუ არა მათი სიცოცხლე კონკრეტულად დამოკიდებული ვიღაც კეთილსინდისიერებაზე, ეს კითხვა იქ არ იბადება. ეხლა მოგახსენებთ, ოფროუდს რაც შეეხება საქართველოში ატარებს საერთაშორისო შეჯიბრებებს ოფროუდ საქართველოს ოფროუდის კლუბი, რომლის წარმომადგენელიც და ხელმძღვანელიც მე გახლავთ. მაგრამ სამწუხაროდ მთლიანად საქართველოში არის პრობლემა. ჩვენ არავის არ აქვს ლიცენზია და ჩვენ ეს არ გვჭირდება. ზუსტად მაგის პრობლემა არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ ოფროუდ შეჯიბრებები, მოტო შეჯიბრებები, ამაში თქვენ არავინ არ გამოწმებთ, როგორ ატარებთ, რა ხელსაწყოებით, რა საშუალებებით და არ გაქვთ ლიცენზია, არ გაქვთ გამოცდილება და შეგიძლიათ ეს ანუ ეს სფერო არ საჭიროებს აუცილებელი ლიცენზირებას. არც ჩვენი სპორტის, ექსტრემალური სპორტის სფეროს არ აქვს ლიცენზია. არავინ არ გთხოვს ამას და ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ ვერავის, იმიტომ რომ ამის შემოწმების და ლიცენზირების საშუალება ქვეყანას არ აქვს. ეს კანონი არ არსებობს. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კანონი აუცილებელია ქვეყანაში? ეს კანონი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ, ეს კანონი უნდა იყოს და ჩვენ ვიღაცა უნდა გვამოწმოთ. საქართველოში სხვადასხვა სპორტებში არის სხვადასხვა მოთხოვნილება. ოფროუდში მაგალითად თვითონ მონაწილე მრბოლელი არის პასუხისგებელი თავის პირველ განყოფილებაში თქვენ ესეთ შეკითხვა დასვით და აგიხსნით, რომ აქ მძღოლი და შტურმანი არიან თავის თავზე პასუხისგებლები. ჩვენ რეგლამენტში ვაწერინებთ ხელს და განაცხადში ისინი გვიწერენ ხელს, რომ ისინი არიან პასუხისგებლები და მართლაც რატო არიან პასუხისგებლები? ის ტექნიკა, რომლითაც გამოდიან, ის ტექნიკა არის მათი. ჩვენ არ ვაქირავებთ მაგას, ჩვენ არ ვაძლევთ მაგას. ანუ იმის ტექნიკა, სიარული, ყველაფერი ანუ ეს ყველაფერი არის დამოკიდებული მათ კეთილსინდისიერებაზე. შესაძლოა მას ჰქონდეს არ ჰქონდეს გამართული ავტომობილი, უბრალოდ ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომ მისი ავტომობილი გამართულია და ეს ყველაფერი საკმარისია. ტექნიკური კომისია უტარდება ყველა მანქანას, ყველა მრბოლერს, ანუ მონაწილეს და მოწმდება ის მინიმალური მოთხოვნილება, რაც არის რეგლამენტში. არის ასეთი სპორტბაიკი. არის ბაიკების, მოტოციკლეტების ბევრი, ასე ვთქვათ, კატეგორია. არის სპორტბაიკი, არის ჩოპერი, არის სტრიტ. სპორტბაიკი კაცი მიდის და მართვის მოწმობას როიღებს, აბარებს, იმას ატარებს მოტოციკლეტს, რომელიც არის 150 კუბიანი. და დადის პატარა იმებში, რაღაც ზრება. მე მიდის და ყიდულობს 1000 კუბიანს, რომელიც წამში 2.5 წამში კრიფავს 100-ს. და არ არსებობს თვითონ კანონმდებლობაში, ჩვენ მივმართოთ საპატიოს. კანონმდებლობით უნდა შეიმუშაონ ისეთი ოფიციალურად მიმართა ჩვენმა კლუბმა. შეიმუშაონ ისეთი კანონი, რომ გავიდეს ქუჩაში და ნახოს აი სპორტბაიკი როგორ დაყოს და გავიდეს საერთოდ ქუჩაში და მართვის მოწმობა აიღოს ქუჩაში. ანუ ხშირ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ვარაუდი, რომ სპორტბაიკის მართვის უფლებას იღებენ ადამიანები, რომლებსაც რეალურად ამის გამოცდილება არ არსებობს. სპორტბაიკის არ არსებობს საკილი. კი, ინგლისში არის მაგალითად ინგლისში არის ჩვენთან არა. ამას მეუბნები სწორედ, იქნებ ინიციატივით მიმართოთ, რომ შეიმუშაოს სპორტბაიკებზე და ანუ
კუბატურის მიხედვით ფორმულა მიმართეს გავსი ინიციატივა. ჩვენ გამოვთქვით ერთხელ მაგის სურვილი, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი დღესაც არ მოგივიდა. რეალურად მიყავართ ამას სავალალო შედეგებამდე, ანუ ხშირია შემთხვევები, რომ ადამიანები უბრალოდ ყვებიან კატასტროფებში. ძალიან ხშირია მაგის შედეგები, მით უმეტეს ქალაქში, რომ აი მე ბევრჯერ გამიგია, რომ ჩემთვის დაურეკია და არ ვიცი ტარება, პრავა მაქვს და ვყიდულობ 1000-იანს რას მირჩევ. აი რა უნდა გირჩიო, არ იყიდო. მაგრამ მიდის ის და მაინც ყიდულობს რა, ადამიანია ჯიუტი. წავიდა იყიდა და მე სავალალო შედეგი დამთავრდა. მერტმა დაიფრო წელსაც დაიღუპა ორი ბიჭი, მე რაც გავიგე ბაიკით და ძალიან ბევრი იმტრევა. ეს უნდა კანონით რეგულირდებოდეს. უკვე ცვლილება მომზადებულია იმისთვის, რომ იქნება დაყოფილი კატეგორიები, იქნება როგორც კვადროციკლებზე, მცირე კუბატურიან ძრავებზე, მოტოციკლებზე და კიდევ უფრო მაღალი კუბატურით და ასე შემდეგ. ანუ ეს იქნება, ოღონდ არ იქნება გამოყოფილი, რა თქმა უნდა, ცალკე სპორტბაიკი. და თუ სპორტბაიკის დაემატება როგორც ცალკე 15 სახეობის მართვის მოწმობა რამდენი ფიქსირებული იქნება და მათ შორის იქნება ეს ყველაფერის დიფერენცირებული. ბექა კიკნავილიძე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არის, რომელიც ჩვენთან სტუდიაში შემოგვერთა, თუმცა როდესაც მის პრომო ვიდეოებს ნახავ, რომელიც არის ინტერნეტში გავრცელებული, მიხვდები, რომ ის საკმაოდ კარგად არის ჩართული სპორტის ექსტრემალურ სახეობაში. რის შემდეგ გადაწყვეტა, რომ გამხდარიყავი ექსტრემალი, მიუხედავად იმისა, რომ რისკები აქაც ძალიან მაღალია. პირველ რიგში მოგესალმებით, სამწუხაროდ მინდა გაუზიარო და უკრავ ოჯახებს. დაახლოებით 2007 წლიდან უკვე ვკატავ აქტიურად. რისკები არის დაახლოებით 5 სექტორიდან შკალას მე გამოყოფთი დაახლოებით ექსტრემალურ სპორტებში არის 3 ჩვენი დაუნხილი, იმიტომ რომ არის რაღაც საფრთხეები, რომლებიც ყველანაირად შეიძლება საზიანო მოხდეს შენი ჯანმრთელობისათვის, შემდეგ შენი ოჯახის წევრებისთვის და ასე შემდეგ. გამოცდილი ადამიანები არიან, ბევრი, რომლებიც აი გადაწყვეტენ, რომ ისინი კარგად ატარებენ ველოსიპედს და შეუძლიათ უკვე ექსტრემის მიმართულებითაც გადავიდნენ და რეალურად სავალალო შედეგებამდე მიდიან. რა თქმა უნდა არიან, მაგრამ ისეთ ასეთებს როგორც ჩვენ გვაქვს ოჯოში კუსპაზე ფიზიკურად ვერ წარმოყვებიან და ვერ გავძრებენ. აქედან გამომდინარე ჩებიან სახში და ელოდებენ იმ მომენტს, როდესაც უფრო კარგად ასე ვთქვათ ისწავლიან და შემდეგ შემოგვეწევიან. როგორ შეხვდა შენი ოჯახი ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ საკმაოდ ცარისკო ხა ვიდეოს რომელსაც ნებისმიერი მშობელი ნახავს, რომ ის შვილი მსგავს ტრიუკებს აკეთებს ველოსიპედით, ბუნებრივია რისკები ხა მშობლების მხრიდან ყოველთვის ჩდება. კი. თუ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ასე ვთქვათ, მქონდა რაც დავი, მაგრამ შემდეგ პირიქით ჩემი უდიდესი ხომაგები არიან და მეხმარებიან ყველანაირად. აუცილებლად მინდა გადავიდე კიდევ ერთ ექსტრემალურ სახეობაზე, სპორტის ექსტრემალურ სახეობაზე, ჩვენთან სტუდიაში იმყოფება ბატონი ირაკლი კაპანაძე, რომელიც არის პარაპლანის ფედერაციის ხელმძღვანელი. ბუნებრივია დღეს ჩვენ საუბრობთ რისკებთან დაკავშირებით, რომელიც ყველა ექსტრემალურ სპორტსთან ახლავს. ამ შემთხვევაში თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, რომ ის ექსტრემალური ის რისკები, რომელიც თქვენი ფედერაციის სპორტულ ასპარეზობებთან ახლავს, მინიმუმამდე იყოს შემცირებული? მოგესალმებით. არსებობს ძალიან ზოგადი დებულებები ნებისმიერი სპორტის ექსტრემალური სახეობისთვის რა უნდა იყოს დაცული, რომ ეს რისკები დავიდეს მინიმუმამდე. მაგრამ ერთსაც ვიტყვი, რომ მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი ინსტრუმენტი ამისთვის, ამ რისკების შეფასებისთვის არის სტატისტიკა. და ერთსაც ვიტყვი, რომ მთლიანობაში ექსტრემალური სპორტის სახეობებით გამოწვეული უბედური შემთხვევები მთლიანობაში გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე აი ჩვეულებრივი ყოფიერი სიტუაციებიდან გამოწვეული უბედური შემთხვევები. იგივე პარაპლანის ტრენერში ჩაგეკითხებით ამ შემთხვევაში ყველაფერი არის მოწესრიგებული? ანუ ყველა მოქცეული არის ფედერაციის კონტროლ ქვეშ, მოწმდება ის სისტემები, რომლითაც ხდება ადამიანების ტრენება. მაგაზე ლაპარაკი ზედმეტი არა, რომელიმე ფედერაცია ისე სრულყოფილად იცავდეს წესებს, ან ისე სრულყოფილი წესები იყოს შექმნილი, რომელიც თქვა გამორიცხავს უბედურ შემთხვევას. ხო, მაგრამ აქ ადამიანების სიცოცხლეზე არის საუბარი. გასაგებია, მაგრამ მიუხედავად მაგისა, ის კი არა, რომ საქართველოში არ არის. არსად სოფლიოში არ არის ეგეთი უნივერსალური და 100%-იანი დაზღვევის მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს. იგივე მაგალითად კომერციული ფრენების დროს, რომელიც სრულდება ხოლმე. მაგალითად გვინახავს, მე მქონია პირადად შემთხვევა, როდესაც ბათუმში მინახავს ადამიანი, რომელიც აფრინდა და შემდეგ გაძრა ეს ეკიპირება და ჩამოვარდა უბრალოდ. მე დავაზუსტოთ რითი იყო ეს ადამიანი. პარაშუტით, პარაპლანით, საბუგზირე პარაშუტით, თოგზე იყო მომული, რა ქვია? თოგზე, ჩვეულებრივად, რომელიც გასაგებია ხდება. გასაგებია, აი ამ დროს ხდება მაგალითად ამ ადამიანების შემოწმება, თუ ისევე დაურეგულირებელია თქვენი სფეროც, როგორც სტუდიის დარჩენის სტუდენტები საუბრობდნენ. არა, ეს ახლა დავიჯერეთ, ეგეთი რაღაცები ხდება. ექსტრემალური სპორტების სახეობის უმეტესობა საქართველოში მოითხოვს ალბათ 15-20 წელია, მეტი არ იქნება ეს. 13 თამაში, ხო?
მოტოსპორტი, ბაიკერები, დაუნჰილი, რომ თანხმობა, სხვა თემა, თანხმობაში გაცილებით დიდი ტრადიცია აქვს საქართველოს. მაგრამ მიუხედავად ამისა, არის ძალიან საინტერესო სტატისტიკა. უბედური შემთხვევების. უბედური შემთხვევების სტატისტიკა ამბობს ერთ რაღაცას, რომ უბედური შემთხვევების 99% ხდება დაუდევრობის გამო. ორგანიზატორთან მხრიდან. კაცო, ეგ შეიძლება ორგანიზატორი იყოს, შეიძლება თვითშემსრულებელი იყოს, თანხმობის დროს ორგანიზატორზე გვაქვს ლაპარაკი, არა, გვაქვს ლაპარაკი თანხმობთა ჯგუფზე, რომელიც ავიდა და ეს დაუდევრობა, უჩვეულებრივი ადამიანური დაუდევრობა. ახლა ის ადამიანი მოდის თქვენთან, რომ ის განიცადოს გენდობათ თქვენ ყველანაირად ის როგორ შეამოწმეს ყველაფერს რომ ეს წყობშია. მოდით მკაცრად ორგანიზატორმა უნდა გააკეთოს ეს. მოდით მკაცრად გავყოთ ახლა ნებისმიერი ღონისძიება ეს არის ასე ვთქვათ თვითორგანიზებული ღონისძიება თუ ვიღაცის მიერ ოფიციალურად ან არაოფიციალურად ორგანიზებული ღონისძიებები, ხო? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანი, რომელიც აი ბატონმა გიამ თქვა, ადამიანი, რომელიც თავისი ნებით რაღაცას აკეთებს. ჯერ ერთი შეუძლებელია ამ ადამიანის კონტროლი და შენ არანაირი არც უფლება გაქვს და არც მექანიზმი იმისა, რომ იმ ადამიანს უთხრა, რომ ეს გააკეთე ან არ გააკეთო. შენ მხოლოდ შევის დონეზე შეგიძლია. არ არის თქვენი აზრით ეს პრობლემა, რომ არ არსებობს კონტროლის მექანიზმები? მე ვიტყვი, რომ ამ კონტროლის მექანიზმების შემოღება არსად არ გაამართლა. არა, ვერ შეძლია. ფიზიკურად. დიახ, გისმენდავთ. ანუ დაუდევრობაზეა საუბარი რა და მე ერთ პატარა ნიუანსს გეტყვით კონკრეტულად ჯომარდობასთან დაკავშირებით და სხვა სპორტს ვერ შევეხები, იმიტომ რომ არ ვარ კომპეტენტური. ანუ შეიძლება მე როგორც ინსტრუქტორი, როგორც კომპანია, როგორც ფედერაცია ვატარებ დეტალურ ინსტრუქტორს, ვეუბნები რა გააკეთოს, ვაძლევ სრულ აქტიურობას, ვაბარებ კვალიფიციურ ინსტრუქტორს, მის დაშვებას და ასე ვთქვათ, მის ტურს თუ სპორტულ დაშვებას, ამას არა განაცხადი მნიშვნელობა, მაგრამ და ვაფრთხილებ ყველა პოტენციურ რისკთან დაკავშირებით. მაგრამ 100%-იანი დაზღვევა არ არსებობს ექსტრემში. ყოველთვის კიდევ ვიმეორებ, არსებობს რაღაც ალბათობა, რომ ექსტრემალური გნებავ დაშვების ან ნებისმიერი აქტივობის დროს მოხდეს რაღაცა ექსტრემალური შემთხვევა, რომელიც შეიძლება ფატალურადაც დამთავრდეს და ან ჯანმრთელობის დაზიანებით და ასე შემდეგ. ასე რომ კონკრეტულად კომპანიაზე ან თვითონ აი ამ სახეობაზე თქმა რომ არა შენ ხარ არაპროფესიონალი და ამიტომ რაღაცა თუ მოხდა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალი, მე მგონი არასწორია. და ნუ ერთსაც ვიტყვი კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით, განაცემის რეზიუმე ერთგვარი იყოს, გვინდა თუ არა კონტროლის მექანიზმები, რადგანაც ჩვენ ბუნებრივია ყველამ ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ, თუმცა განაცემის ბევრი ნაწილში, ბოლო ნაწილში გვინდა ვისაუბროთ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეიძლება ხვალ გამოჩნდეს ვიღაცა ადამიანი, რომელმაც თქვას, რომ ატარებს ტურნირს ჯომარდობაში, მაგრამ რეალურად ვინმე მხოლოდ შეამოწმოს, მას შეუძლია თქვა ამაზე გეტყვი, კონტროლის მექანიზმი არის ერთ-ერთი ურთულესი რაღაც, რომ შეიქმნას, ისე რომ მოხდეს 100%-ით გაკონტროლება, თუნდაც ერთ შემთხვევას გეტყვი და ჯერ არ დავასახელებ ეს ჩემი მეგობრების ჯგუფი არის, რომლებსაც შეუყვარდათ ჯომარდობა სიგიჟემდე, ინტერნეტში იყიდეს, ჩვენ და დაუკითხავთ აღჭურვილობა, ჩამოიტანეს, უკვე ასე ვთქვათ, დაემართათ ახალბედა საავადმყოფობა, რომ თერგსაც შეუძლიათ რომ შეეჭიდონ, ჩასხდნენ ნავში მარტივ ტრასაზე, ანუ არც გვითხრეს თავისი წავიდნენ, ამას ვერ გააკონტროლებთ. ამოტრიალდნენ და ჩვენ დასაბედნიეროდ, ყველა საბედნიეროდ გადარჩნენ, მაგრამ იყვნენ სიკვდილის პირას. რატო? იმიტომ რომ თავისით გადაწყვეტეს პროფესიონალების გარეშე დაშვების განხორციელება. ანუ ეს არის ზოგადი პრობლემა. როდესაც ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, როცა ამის გაკეთება არ შეუძლიათ და ჩემი ერთ-ერთი ბოლო ინიციატივა საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსში, ანუ მე სხვა ფედერაციაში გადავიდე, გავხდი კანოეს ფედერაციის პრეზიდენტი, იყო და არის, ანუ რომელიც წელს შესრულდება, ეს არის ყველა იმ კომპანიის წარმომადგენლის ლიცენზირება მსოფლიო ფედერაციის მიერ, ანუ ჩამოყავს წელს და ჩამოყავს წელს ინსტრუქტორები მსოფლიო ფედერაციიდან, რომლებიც ჩაუტარებენ
ყველა აბსოლუტურად კომპანიის წარმომადგენელს, ფედერაციის ინსტრუქტორებს ლიცენზირებას გამოცდას, ასე ვთქვათ, და ან გასცემენ ლიცენზიას, ან არ გასცემენ. ფედერაცია ამის შემდეგ რეკომენდაციას გაუწევს მხოლოდ და მხოლოდ იმ კომპანიებს და გიდებს, რომლებსაც ექნებათ მსოფლიო ფედერაციის ლიცენზია. ბუნებრივია ამ შემთხვევაში მომხმარებელის, როგორც სალომე ამბობდა, ექნება დაცული, მე მექნება არჩევანის საშუალება წავიდე ლიცენზირებულ თუ არალიცენზირებულ ამ შემთხვევაში. ლიცენზირებულ იჯებოდეს კანონით ამ შემთხვევაში. ხო, არალიცენზ ჩვენ ვერ დავსჯით, მაგრამ მე შეიძლება ასე ვთქვათ საკანონმდებლო ცვლილება შევიტანოთ. არ შეიძლება ხო არსებობს საქართველოს კანონი ლიცენზირების შესახებ. და რა ლიცენზირების შესახებ? თუმცა ეს არ ექონდებარება ლიცენზირების. არსებობს ლიცენზირების კანონი და იქ კათრადაა განსაზღვრული რა სფეროებში ერევა სახელმწიფო, რა სფეროებში აძლევს სახელმწიფო ლიცენზიებს როგორ საქმიანობას. ჩემი აზრით და ამას მარტო ჩემი აზრით კი არა, მე მაგალითად მოყვავს ევროპული სახელმწიფოები. შეიძლება ესენი თქვა ცუდი მაგალითი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იქამდე არა ვართ მისულები. თუმცა ვიცი რუსეთის მაგალითი, ყაზახეთის, უზბეკეთის იმათი მაგალითები ვიცი, ლაპარაკი მაქვს ისევ პარაპლანებზე, ხო? ევროპაში სახელმწიფო უწყებები ასეთი ტიპის ლიცენზიებს არ გასცემენ. სახელმწიფო პირიქით ცდილობს, რომ ეს ზედმეტი ტვირთი მოიშოროს. იქ არის ძალიან ძლიერი საზოგადოება community ამ ფრინავებისა. არსებობს ადგილობრივი ფედერაცია, მაგალითისთვის გეტყვით გერმანელების ან DHV არის, გერმანიის პარაპლანის ფედერაცია არის, იქ ორივე სახეობა შედის პარაპლანებს და დელტაპლანებს. უძლიერესი ორგანიზაცია, 500,000 მეტი წევრი ყავს, 250,000 მოქმედი მფრინავი ყავს და ეს ორგანიზაცია, ფედერაცია აგვარებს ლიცენზირების, დაზღვევის, სერტიფიკაციის საკითხებს ყველგან. ანუ ყველგან არის სკოლები და ამ სკოლას აქ ამის ბუნებრივია უნდა იყოს ალბათ ერთი სტრუქტურა, შეიძლება ეს არ იყოს სახელმწიფო, ეს იყოს ფედერაცია, ვინც ამ ყველაფერს დაარღვევს. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფომ ამ უფლების დელეგირება გააკეთოს. სახელმწიფო უნდა აღიაროს. რამდენი პარაპლანის ფედერაცია არსებობს საქართველოში? პარაპლანის ფედერაცია არსებობს ერთი, არის კიდე შპს პარაპლანის შპს-ზე ფედერაციაზე მაქვს საუბარი. მოტო ფედერაცია არსებობს 3. გამოსავალი არ აგავთ, უნდა გაერთიანოს. სახელმწიფო აძლევს მაგას. არა, გამოსავალი არ აგავთ. ევროპა ვახსენეთ, ეხლა ირაკლი მახსენა ევროპა. ირაკლი გარდა იმისა, რომ პარაპლანერისტი არის, სასწრაფოდ თაცვლელი იყო. კარგად. ცოტათი კიდევ. კარგა ხანი, ხო. ამიტომ მე მოვიყვანო თაცვლელურ მაგალითს. მაგალითად ევროპაში, რადგან ევროპის მაგალითებზე ვსაუბრობთ და უფრო ცივილური მაგალითებია, ასე ვთქვათ, თაში ვერ წაიყვან ადამიანს თუ შენ არ ახარ სამთო გიდი, ან უბრალოდ შეგიძლია წაიყვანო, წახვიდეთ მეგობრები, ეს სხვა შემთხვევა. თუ შენ არ ახარ სამთო გიდი, ევროპაში უიაგემი ქვია ამ ორგანიზაციას, რომელიც განიჭებს ამ სამთო გიდის, ასე ვთქვათ, თუმცა საქართველოში ეს აუცილებელი არა. საქართველოში აუცილებელი დღეს არ არის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ უნდა შემოვიდეს ეს და არა ისეთი გიდები და იდები დადიოდნენ, რომლებსაც არანაირი ლიცენზია არ აქვს და არ ვიცით რა გიდები არიან ესენი. დაირქვეს უბრალოდ გიდები. არამედ უნდა გავიაროთ ეს და ეს სხვათა შორის ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა შეძლეს ზოგიერთმა ჩამოყალთ შვეიცარიდან, სწორედ უიაგემის წარმომადგენლები და ისინი ამზადებენ 4 წლის მანძილზე გიდებს და მიდიან. ევროპაში თუ გაბედავ, წაიყვან ვინმეს ერთ ადამიანს მაინც, გამოართმევ ფულს და იქ მოხდება ტრანკული შემთხვევა ან დრამას მიიღე, მიდიხარ პირდაპირ ციხეში. იმიტომ რომ შენ არ აგაქვს უიაგემის მიერ მონიჭებული გიდის წოდება. უფლება არ გაიგეთ. ეს არის ევროპაში. და ევროპა სხვათა შორის მოიცავს ალპებსაც, პირინეებსაც და სხვა ასე ვთქვათ, პატარ-პატარა მთიან სისტემებსა და კლდოვან სისტემებს. შეიძლება ალბათ თუნდაც იგივე მოდელი მოხდეს ყველა სპორტის სახეობაზე მორგება, ყველგან იყოს ლიცენზირებული ადამიანი, რომელსაც მიენდობენ. რამეს აკეთებ განსაკუთრებით აქ ხომ არ არის საუბარი, რა ქვია, ჭადრაკის თამაშზე, სადაც თუ ცუდი მწვრთნელია ვერ მოამზადებს. აქ საუბარი არის ექსტრემზე და აქ საუბარია სიცოცხლის ბეწვზე, აი სიცოცხლის, ასე ვთქვათ, ზღვარზე უცა ადამიანი. აქ თუ ჩვენ საერთო ჯამში უნდა განისაზღვროს ეს ყველაფერი, ჯერ რაღაც ზოგადი კონცეფცია უნდა არსებობდეს ამის მიმართ. და მე რა თქმა უნდა, ეხა მოტორბოლელებს სხვა კანონმდებლობა ჭირდებათ, იმიტომ რომ ტრასაზე მოძრაობენ, ქუჩაში მოძრაობენ. მე თასვლელი ვარ, მე სხვა რამე მჭირდება, სხვაგან მოძრაობ, ხო? მე ხო ადამიანს ხიფა წარ უქმნი ქუჩაში. ასევე არის წყალი, ასევე არის პარაპლანი. პარაპლანი შეიძლება კიდე ნაკლებად, იმიტომ რომ შეიძლება ქალაქში შემოფრინდეს და დაიჯდეს, ფუნიკულებიდან გადმოხტენ და შუა მოედანზე დაიჯდეს და დაეჯახოს მანქანა. სიტყვაზე ვარ. ამიტომ ყველაფერს ჭირდება ცალკეული მიდგომა, ფედერაციებმა უნდა მოამზადონ თვითონ ეს კანონმდებლობა და ეს კანონმდებლობა უნდა რაღაცას ავალდებულებდეს. განსაკუთრებით, როცა საუბარია კომერციაზე. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გადავხატო ყველა სტუმარს, რომელმაც დღევანდელ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა და იყო ჩვენთან ერთად. ჩვენ შევეცადეთ, რომ
თემა, რასაც ქვია ექსტრემი და ექსტრემში ჩართული ადამიანები თქვენთვის სხვადასხვა რაკურსით გადაგვეჩვენებინა. ეს იყო ბოლო გადაცემა 100 გრადუსი ცელსიუსით მეორე სატელევიზიო სეზონი ამით დასრულებულია. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იმყოფებოდა და გადაცემის აქტიური მხარდაჭერი იყო. ჩვენ პირველებმა გავბედეთ და ბევრი თემა ამ სტუდიაში საჯაროზე გამოვიტანეთ მიუხედავად იმისა, რომ სხვებს ამ თემაზე ღიად საუბარი არ სურდათ. ამ გადაცემაში შეიქმნა ასევე პირველად პრეცედენტი, როდესაც ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული არგუმენტები და მოსაზრებები გააჩნიათ, სტუდიაში ერთმანეთს ხშირ შემთხვევაში მოულოდნელად ხვდებოდნენ და ერთვებოდნენ მწარე დისკუსიაში, თუმცა დასკვნა იყო ყოველთვის ერთი: მაყურებელი იღებდა ობიექტურ ინფორმაციას ორივე მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ერთი წლის განმავლობაში, ორი სატელევიზიო სეზონის განმავლობაში სტუდიაში თქვენთვის მადარმალაძე მუშაობდა. მე ამით გემშვიდობებით გადაცემა 100 გრადუსი ცელსიუსი კი თქვენ უკვე ახალ სატელევიზიო სეზონში გხვდებათ ნახვამდის.